მოგესალმებით, მეგობრებო, ცოტა ადრე დავიწყე. სულ სწრაფი ვარ და ვერ მოვითმინე, იმიტომ რომ ცული მაქვს მე გავარდე. დავიწყე საუბარი, არ ვიცი, ვინ შემომიერთდებით ამ შუაგაგანია სამუშაო პერიოდში, რომ დავიწყე სემინარი. უბრალოდ ცოტა ძნელი არის ხოლმე რაღაც გრაფიკების შედგენა. ეს დღეები ძალიან მინდა რაღაცის გაზიარება თქვენთვის და წერილობით ხა დაბეჭდილი ვერა და ვერ მოვახერხებ ამ ხელა მასალის დაწერას და ამირჩევნია ხოლმე, რომ უფრო ასე სპონტანურად ჩავერთო, ხასიათზე როცა ვიქნები ლაპარაკის, იმიტომ რომ ცოტა რთული არის ხოლმე. აი ესეთ თემებზე, ხო? ეხა იმდენად დიდ ენერგიას ხარჯავ აზროვნებაში თვითონ რა, ხა ის ხო არ არის, თქვათ, დაწერილი და მომზადებული ხო არა, მაგ ისე სპონტანურად უნდა დავიწყოთ ხოლმე და ძალიან საინტერესო რაღაც მინდა გაგიზიაროთ, მეგობრებო. მე საერთოდ აი ცდილობ ხოლმე რელიგია რაღაცნაირად გავაერთიანო ასტროლოგიაში, ეზოთერულ სფეროში. ანუ ეს ერთი სისტემა არის და მინდა კავშირები ვიპოვო. ვერ გეტყვით და არ ვიტყვი რომ არ იქ 100%-იანი მართალია, რასაც ვამბობ, ცდილობ გამოვიძიო, გამოვიკვლე უფრო მეცნიერული კუთხით და დავაკავშირო ეს ყველაფერი ერთმანეთთან და მინდა ცოტა გლობალურად აი ზევიდან შევხედოთ, აი დავანებოთ თავი აი ამ ყოველდღიური ვენერა იქ ამყავს, მე აქ სიყვარულში ესეთი ვარ, მე იქ ისეთი ვარ. ეს არის წვრილმანები. ეს არის ყოფითი ყოველდღიური ცხოვრება და ამასაც ასტროლოგია ზოგადად აჩვენებს, აი დონეები არის, როგორც ასტროლოგიაში, ყველაფერში ხო დონეები გვაქვს, არა? აი შემდეგ რომ გავცდებით რაღაც დონეს, მე როგორ სულ სხვა კუთხით უყურებთ, სულ სხვა კუთხით ჩანს რეალობა და აი ამ ასტროლოგიაშიც მე ყოველთვის მინდოდა სელენა მეცხრე სახლი ყავს შილდოსნის და აი ვერ ვყურებ მარტო პატარა რაღაცეებით, უფრო მინდა შევხედო ზევიდან, აი ფართოდ რო ჩანდეს გლობალური ხედვით და ესეც რაღაცაებს დავაკვირდი და მინდა გაგიზიაროთ ეს ინფორმაციები. ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჩემი პირადი კვლევები, მოდი ესე ვთქვათ, ძალიან ემთხვევა თანამედროვე ეზოთერულ მიმდინარეობებს, რომელიც ასევე მეცნიერული მიდგომებით მიდიან და კვლევით წინ. მე უფრო მომხრე ვარ, რასაც ქვია მეცნიერული მიდგომის, მეცნიერული რას ნიშნავს? პრაქტიკა, თეორია ერთად, ხო? ანუ უნდა მივიღოთ სამყარო რაღაცნაირად აი უფრო გლობალურად, უფრო გაზიარებით ყველა ინფორმაციას მოუყაროთ თავი და შემდეგ ვიწყებთ ამ ინფორმაციის რაღაცნაირად განხილვას ლოგიკურ ჩარჩოში, ხო? რამდენად ემთხვევა იმისი, რამდენად არ ემთხვევა. აი მე უფრო აი ჭეშმარიტებას ხედავ ამაში და ვერ გეტყვით რომ ეხა მე ეს არის ჭეშმარიტება. უბრალოდ ჩემი გზა უფრო აქეთკენ მიდის ხოლმე, რომ მე მჭირდება დაზუსტება, მჭირდება ლოგიკური ჯაჭვი ყველაფერში და როცა ლოგიკა არის, მე უფრო ვიღებ ამ შეხედულებებს, ხო? აი რელიგიასთან ეხა რაზე მინდოდა სემინარის ჩართვა, უფრო რამოდენიმე თემა მინდა გავაკეთოთ დღეს ასტროლოგიის და რელიგიის გაერთიანება როგორ? ანუ ასტროლოგიაში რო ჩანს რელიგია და რელიგიაში რო ჩანს მაინც ასტროლოგიური მიმდინარეობები, აი ეს ხედვა მინდა გაგაცნოთ თქვენ. ძალიან ბევრს ვაუბრობ, აი სელენა ლილიტი ერთი და იგივეა, მაგრამ ხვდები რომ ვერ გადმოვცემ დაბეჭდილ სტატუსებში იმ ინფორმაციას, რასაც მივხვდი და აი მივხვდი როგორც იცით, აი ნაბიჯ, აი ლოგიკას გაგაცნობთ და თქვენც ნახავთ რომ არის ამაში რაღაც და მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ ამ სხვა წიგნებშიც ეს არის დასაბუთებული, რომ ზუსტად ეგ არის, უბრალოდ სხვა სიტყვებით ამბობენ ისინი. ანუ სამყაროში რაღაც ჭეშმარიტებები არის მაინც ერთი, უბრალოდ ენა არის სხვადასხვა მათ შორის. იქ არის, თქვათ, ჩვენთან სულ სხვა ტერმინები, ფსიქოლოგიაში სხვა ტერმინები, არსი ერთი და იგივე არის. ხა ფსიქოლოგიაში არის დაყოფილი თვითონ ხასიათები და ფსიქოტიპები ადამიანის სხვა სახელებით, ასტროლოგიაში სხვა სახელებით. ერთი და იგივე არის სინამდვილეში არსით, ხო? უბრალოდ სხვა სახელები ქვია. ადამიანები სხვადასხვა გზებით ცდილობენ ჭეშმარიტების მოძებნას, მაგრამ მაინც ერთი გზა მიდის რაღაც დონეზე ერთ ლოგიკამდე. ეხა აი სელენა და ლილიტზე რო ლაპარაკობთ, ეხა აი რატო ვლაპარაკობ ხოლმე აი სელენა ლილიტის შუაში ამდენი ასპექტები არის, ხო, ამდენი მნიშვნელოვანი კვადრატები ამხელა კარმა და თან ეს სელენა ლილიტის მუშაობს თავიდან ბოლომდე პირადი რუკით, ხო? ინდივიდუალური რუკით, პლუს ემატება ამას, აი ხა სტრუქტურა რო ახსნათ ასტროლოგიის, ხო?
არსებობს ჯერ დაბეჭდილი ბედი, იღბალი, ჩარჩო ადამიანების ცხოვრების ასტროლოგიური რუკა ამას იძლევა, ანუ რა პოტენციალი აქვს, რა უნარები აქვს. აი ეს ადამიანი ამას როგორ განავითარებს, რა მასშტაბებში გამოიყენებს, რა დონეზე გამოიყენებს, ეს უკვე მისი სულიერი დონის განსაზღვრელი არის. რა კარმა მოიტანა წინა ცხოვრებებიდან, სად იყო, როგორ იყო, რა ინტელექტუალური რესურსი აქვს, სულიერი რესურსი აქვს. აი ეს შემდეგ უკვე აყენებინებს ამ რუკას თავისებურად. შემდეგ არის კიდე სხვა ეტაპი, როდესაც რუკის მიღმა, აი რუკა აღარ მოქმედებს. ახლა მეუბნებიან სელენა ლომი, ვთქვათ, რომ აი პირადში პრობლემები აქვს. და ვხედავ და რაღაც აი ვერ ავლენს რა კარგად თავს. ან სელენას ასწორი ბევრს აქვს ჩემახლობლებს პრობლემები პირადში. ამ დროს რომ აღმავალის ასწორი ყავს, ელენას ასწორი ყავს და ასე შემდეგ და მე ვხვდები რომ არის რაღაცა კარმული ასპექტები, რომელიც თვითონ ამ ცხოვრებაში არ ავლენს რაღაცას მაინც კარგად. რაღაცა კონკრეტულ, ანუ ის მინდა ვთქვა რომ მიდის ასტროლოგიის მიღმა კიდე არის სფერო, ეზოთერული ენერგიები, აი ჩვენი ფიქრები, ჩვენი აზრები, ახლა რას ფიქრობდი მე გუშინ ცინის წინ ზედიზედ მასშტაბით, ემოციით, ეს ხო ახლა არ წერია ასტროლოგიაში, ხო? ყოველი დღე ხა ტრანზიტოლოგია კი რაღაც დონეზე იმაშვება, მაგრამ ამას აჩვენებს. ანუ აი ის შედეგები უკვე რა, რო ცხოვრობ, როგორ ფიქრობ, ანუ ჩემი თავისუფალი ნება, ჩემი გადაწყვეტილებები უკვე დამატებით რუკას სხვაგან უშვებს, ესე რომ ვთქვათ და ჩვენ ბედი ღბალს და იქ ბევრი რაღაცები შეიძლება არ ჩაჯდეს ისე, როგორც ვთქვათ რუკაში შეიძლება ჩანდეს. ანუ რეალურად ვიღებთ პოტენციალს რუკიდან, ასტროლოგიიდან, უნარებს, თვისებებს, კარმულ ასპექტებს. შემდეგ არის უკვე ჩვენი რეალური ცხოვრება, ამჟამინდელი, როგორ ცხოვრობთ, როგორ ფიქრობთ, როგორ ვაზროვნებთ ინფორმაციას, როგორ ვიღებთ, როგორ მოქმედებს ცხოვრების გაკვეთილები ჩვენზე, როგორ ვიცვლებით ან ვერ ვიცვლებით, ვიგებთ საერთოდ რამეს თუ ინერციით მივდივართ, ხო? აი ეს აყალიბებს შემდეგ უკვე ჩვენს ცხოვრებას. რაც უკვე მაინც რუკის ფარგლებში ესე 100%-ით აღარ ტრიალებს, ხო? ესე იგი თვითონ ბუნებამ, სამყარომ, ღმერთმა მოგვცა ჩვენ თავისუფალი არჩევანი, ანუ ბედი არის დაბეჭდილი რუკაში 100%-იანი. ეს არის ინდივიდუალური ძალიან ადამიანებში, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ასტროლოგიაში ეს სელენა ლილიტის თემა სულ მაინტერესებდა, იმიტომ რომ ქალბატონ რუსიკოსთან ჰიპნოზე ვინც კი მიდის, მათ შორის მეც, ხო? ერთი და იგივე სცენარს ხედავთ სულ. და აი კვლევარი სისამაკ ჩართული ხოლმე აქ ჩემი ლილიტის ეს არ მასვენებს ხოლმე და გამოძიების უბრალოდ კვლევარი კიდე ცალკე არის და ერთი და იგივე სურათი მხვდება სულ ეს არის და მინდა გაგიზიაროთ ეს და თქვენ თვითონაც მიხვდებით აი ესე იგი რელიგიაში არის ესეთი რამ რომ ღმერთი ქრისტიანობა იყო ნებისმიერი სხვა რელიგია რომ ნებისმიერი აქაური სამყარო ჩვენი ფიქრები ჩვენი სიყვარული ჩვენი ყველაფერი არის დროებითი და მთავარი არის ღმერთი, ხომ? ღმერთის სიყვარული. და ჩვენ თუ გვინდა რეალურად ინკარნაციული ჯაჭვიდან გასვლა, აი რომ ამბობენ ჩვენ არაფერი არ უნდა ვისურვოთ და მერე გავალთ. არ არის ეს სწორი და აი რატო არ არის ეს სწორი? არაფრის არ სურვება, არ არის ინკარნაციიდან გასვლის საშუალება ჯაჭვიდან ერთადერთი ინკარნაციის ჯაჭვიდან გასვლას მივხვდი რაც არის ეს არის სრული რელიგიურობა. რელიგიურობა როგორ დონეზე? აი ხა იმას არ ვამბობ ტაძრებში სიარულს სხვა რელიგიას გულისხმობ. რელიგიურობა არის ზუსტად რომ არაფერი არ გსურდეს და ყველაფერს ღმერთის არსში ვხედავდეთ. აი ეს არის რელიგიურობა და ეხა ეს რო ავხსნა ეს ასპექტი უნდა დაუბრუნდეთ ასტროლოგიურ სელენალიტის ასპექტს რომ განვიხილოთ ეს რა არის. რა მინდა ვთქვა მოკლედ. ცოტა რთული გადმოსაცემი არის და ვეძებ ხოლმე სიტყვებს რომ მარტივად გაგაცნოთ, იმიტომ რომ მე ძალიან რთულად გავიგე ეს და წლები დამჭირდა. მივხვდარიყავი ის რაც ეწერა რეალობაში. ანუ აი თქვათ ნახულობთ ჩვენს სელენას ინკარნაციას, ხო? ყველაზე კარგი ნათელი მხარე სად გამოვიყენეთ, სად გამოვავლინეთ იდეალურად თავი, აი ერთს ქონდა მაგალითად სელენა მშვილდოსთან სასწაული მოგზაურობა აბსოლუტურად უნდა მოწყვეტილი იყო სერიოზულობას, პასუხისგებლობებს, აგრესიას და უბრალოდ ეგულავა, ხო? სელენა მშვილდოსნები როგორც არიან, ხო? მაგ ინკარნაცია შეასრულა პირნათლად და შემდეგ ქვეცნობიერში წავიდა ლილიტის ენერგია. ლილიტის ენერგია, ანუ
ლილიტი და სელენა ეს ერთი წერტილი არის. ჩვენ ხედავთ ესე გაშლილად, თორე სინამდვილეში ერთმანეთს ეხმარებიან, ეს უკვე ცოტა სხვა ასპექტში, მაგრამ დაუბრუნდები მთავარს. ანუ რა მინდა ამით თქვა, რომ აი წავიდა სამოგზაუროდ, იგულავა, იარა, ბევრი შემდეგ ცხოვრებაში გახდა ზარმაცი, აღარ უნდა დაოჯახება, საერთოდ სიყვარული არ აინტერესებდა და პასუხისგებლობის გრძნობა არ ქონდა. ეხლა არ ვამბობ, რომ თლიანი ლილიტი გამომშავდა. აქ სახლის ასპექტი ჩაიდო ლილიტის. ესე იგი, ჩვენ რაღაცა ძალიან გვიხარია, რაღაცა ძალიან გვიყვარს, რაღაცა ძალიან კარგად ვავლენთ, ქვეცნობიერში მიდის იმის საპირისპირო ენერგიის ჩართვა აუცილებლად და როგორი საპირისპიროსი ეს ინდივიდზე არის სულზე. დამოკიდებული სულის სისუსტეზე, საიტა იყვანს მისი ქვეცნობიერში. აი მაგალითად, ერთმანახა იდეალებისთვის იბრძოდა და ძალიან ისეთ სულით ავსებული იყო, ხო? მის ქვეცნობიერში წავიდა დარდი განადგურების ენერგია, რომ იმიტომ რომ ყველგან უნდა ეს ენახა. აი თუნდაც ჩემ ვარიანტში სელენა ვერძი ვნახე ჰიპნოზზე და ჩემი ლილიტი განვითარდა, იმიტომ რომ ის სელენას ინკარნაციის ის კეთილშობილება სხვაგან ვერ ვიპოვე. ესე იგი, ყველა ვარიანტში ჩვენ თუ ვეჯაჭვებით, ან ვაიდეალებთ მიწიერ ფასეულობას, აი ეს მინდა ვთქვა მნიშვნელოვანი, მიწიერ ფასეულობა რა არის? შეიძლება ლაზეროს უწერია, ხალხშეს და ეხა ხვდები რას გულისხმობდა მან. არ არის მარტო ფული, მარტო სიყვარული, ანუ რაღაცა მატერიალური ფლობის, ან შვილების ოჯახის სიყვარული. შეიძლება იყოს ძალიან მაღალი იდეალებიც, მაგრამ ესეც მიწიერი არის. ეს მინდა ვთქვა, ანუ სადაც ღმერთი არ არის, უშუალოდ ღმერთი, ხო? იქ არის უკვე აი ეს უკიდურესობების ჩართვა. აი ეს მინდა რომ ვთქვა. ესე იგი, სელენაც, აი ხა სამცხოვრებაში რომ შევხედოთ, სელენას ზონაში წადითქო, ხო ვამბობთ ასტროლოგები, რომ აი ამ სფეროში კარგად იმოღვაწება. აუცილებლად ლილიტი ჩაირთვება ცოტა ხანში. რაც უფრო დიდი ხანი სელენას ზონაში ვიქნებით, მე ლილიტის ზონაში გადავალთ. რაც უფრო დიდი ხანი ლილიტის ზონაში ადამიანი, მე სელენას ზონაში გადავა, მოუწევს, დატანჯავს ორივე. ეს იმიტომ რომ არც ერთში არ ადევს ის ღმერთი. რომელსაც უნდა თლიანად მიუძღვნათ ენერგია და არა კონკრეტულ იდეალებს, ფასეულობებს, ასე შემდეგ. ეს მე გეუბნებით აი ძალიან მაღალი ასპექტიდან, თორე აქედან ჩვენ ვერ გამოვალთ ძალიან დიდი ხანი. ამის სერიოზული საბაქსაბუძველი ესე ვფიქრო. უბრალოდ ხსნის სტრუქტურას, ნენელა როგორ უნდა მოხსნათ ნებისმიერი მიჯაჭულობა იდეალისკენ, ხო? აი რელიგიურ წიგნებშიც წერია ესე, რომ თავარი უნდა იყოს ღმერთი და ქრისტე მე მივხვდი რა იმპულსით მოვიდა. ყველაზე უმაღლესი შკალით მოვიდა ქრისტე, როდესაც ყველანაირ იდეალს, ყველანაირ ფასეულობაზე მაღლა აყენებს უკვე ღმერთის სიყვარულს. ეს ძალიან ძნელი არის, მართლა ქრისტიანები გავხდეთ და მართლა გავიგოთ. ან თუნდაც ნებისმიერი რელიგიები არა მაქვს მე მაინც რელიგიურ იმებზე დოგმატური რომ ეს არის სწორი და ეს არ არის. ყველას თავისებურად სწორი არის. მე თუ მკითხავთ, ერთში რაც არის არ ადევს, მეორეში იდევს და ზუსტად რომ ყველა რელიგიას სულიერად შინაგანად რომ მივიღებთ, უფრო ბევრს გავიგებთ ცხოვრებაში, ანუ ერთდროულად რომ ქრისტიანებიც ვიყოთ, კრიშნაიტებიც და ასე შემდეგ, ხო? ანუ ყველასგან რაღაცა მივიღოთ, იმიტომ რომ ენერგიები არის მან მნიშვნელოვანი. ხო და აი ამას მივხვდი რომ ქრისტემ ყველაზე მაღალი შკალა აწია და ეს რა თქმა უნდა ვერ გავიგებდით ჩვენ და ვერც ახლა ვგებლოთ მე ხა გონებით ხვდები ამას, მაგრამ ძალიან ძნელი არის სულით გადართო ამ მასშტაბებზე, ხო? და ეხლა უკვე მე ვცდილობ რა თუნდაც ჩემი სელენას იდეალებზე აღარ ვიყო ესე ძალიან ორიენტირებული, იმიტომ რომ აუცილებლად ლილიც მირთავს მერე. და რატომ? რაც უფრო ფასეულობებს, იდეალებს, კაცმოყვარეობა, აი ჩემი სულში რადევს, ხო, ეს არის დაცვა, სუსტების, აი რომ წერენ ხოლმე წუწუნით, რომ ვაიმე ეს არ გამოდის, ის არ გამოდის, რას ამბობ? როგორ უნდა დაყარო ესე ყურები თუ წვირი თუ რაც ქვია? დადექი, იბრძოლე, გაიმარჯვე, აი თვალებში მიბნელდება როგორც კი ვიღაცა რაღაც დაჩაჩანაკება ამ დროს მე შეიძლება უარესად ვიყო იმ მომენტში. ანუ ჩემი სელენას ენერგიები და აი მართლა მჯერა ხოლმე რომ ყოველთვის არის გამოსავალი და ყოველთვის ჩვენ შეგვიძლია ყველაფერზე მაღლა დავდგეთ და ღირს ეს ცხოვრება იმათ რომ ჩვენ
ამაყები, ბედნიერები ვიყოთ და მართლა სულიერად ძლიერები ვიყოთ. მართლა მჯერა ამისი და რო ვეუბნები ხალხს, მართლა გულით ვეუბნები ხოლმე ამას, იმიტომ რომ მართლა მჯერა და თურმე იმიტომ მჯერა რომ ალბათ რომელიღაც ცხოვრებაში მართლა გამიკეთებია. ეს ყველაზე ცუდ მომენტშიც კი რაღაც აი სიყვარული, როცა გიჭირავს, უკვე აღარაფრის აღარ გეშინია. აი ეს მინდა ვთქვა, როცა მაგრამ აი ეს იდეალებს როგორც კი ვეჯახები, ხო? აი სულში მაქვს. მე რო ხედავ რომ ადამიანები ერთმანეთს ჭამენ, მე რო ხედავ რომ ადამიანები რაღაცა ბოროტად უყურებენ ერთმანეთს, იქ უკვე ის იმპულსები, ჩემი იდეალები, ეჯახება უკვე დრამას, ეჯახება რომ ის იდეალები არ არის აქ და შემდეგ იწყება ქვეცნობიერში რაღაცა გადართვა ლილიტისკენ, ხო? ძალიან პირადი გამოცდილებით, იმიტომ გეუბნებით რომ უფრო მაგალითებით მეც უფრო მივხვდი. ჰიპნოზმა მომცა მაგალითები და ამ მაგალითებით უფრო გავიაზრე უკვე რეალობა აი ის წიგნებში რაც წერია აი ამან უფრო მიმახვედრა და აი ამას გიზიარებთ მეც შესაბამისად აი ვიღაცა იყო მაწანწალა თქვათ მოგზაური ეხაც უნდა ძალიან მოგზაურობა გაიდეალებული ყავს უცხოეთი მასში რაც უფრო ილტვის შინაგანად სულიერად იმ სელენას ენერგიისკენ მით უფრო უაქტიურდება ლილიტი. ესე იგი ეს არის ჩვენში დაშლილი ენერგია რომელიც არის ინამდვილეში ერთი და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა უნდა გითხრათ ადამიანებს გვაქვს საოცარი ლტოლვა სიამოვნებისკენ და ბედნიერებისკენ. თქვენ წარმოიდგინეთ და როგორც სელენა გვაბედნიერებს, ისე ლილიტი გვაბედნიერებს. ამიტომ ვილტვით ჩვენ ლილიტის ენერგიებისკენ. ეხლა როგორ გვაბედნიერებს? მაგალითად, ავიღოთ ეხლა ლილიტი რომელი? კურო. ავიღოთ, მას უყვარს ძალიან ცვლილებები რო არ ხდება, უყვარს ძალიან მყარად დგომა მიწაზე და ეს სიამოვნებას ანიჭებს. აი, პირველ წყარო არის სიამოვნება. და სხვა შეიძლება ფსიქოლოგიაშიც არის ეს ბავშვების აღზრდაზე, ადამიანებში რატომ ვირთულებთ ჩვენ ცხოვრებას, იმიტომ რომ პირველ წყარო არის თავიდან მოგწონს, უბრალოდ მე რო ხვდებით რომ არ ყოფილა ეს ჩვენთვის მაინც კარგი. იგივე რაღაცა არის ლილიტის ენერგიაც. ანუ ჩვენ ძალიან სიამოვნებთ, აი მოდი ლილიტი მორიელები ავიღოთ. ძალიან სიამოვნებთ დრამატულობა, ძალიან სიამოვნებთ აი რო დაუკვირდეთ, მიხვდებით რომ მართლა სიამოვნებთ. პირველ წყარო, აი ეს რაღაცა იმედ ქრონიკული იმედ გაცრუება, ეს ჰამლეტის წინაზე ვიძახი, ჰამლეტის კოისათქო დრამა სულში. აი სიამოვნებას ანიჭებს და ვერ ცილდება ამას. ვერც ლილიტი მორიელი, მოდი კირჩხიბი ლილიტი ავიღოთ. ის თავის მიჯოჭულობებს ვერ ცილდება, უჭირს, იმიტომ რომ სიამოვნებს თავდაპირველად. უბრალოდ მე სამყარო არ ტყამს რა და იღებს უკვე პრობლემებს და მე შეიძლება ნერვოზები აქვს, შეიძლება ოჯახში პრობლემები აქვს, მაგრამ როგორც კი საშუალება მიეცემა, ხო, ლილიტის ენერგიაში მაინც ეგრევე ემოციებში გადადის, იმიტომ რომ ეს ემოციები ჩვენ გვსიამოვნებს. ესე იგი, ჩვენ ლილიტ სელენას ზონაში აბსოლუტურად პირველ წყალრო მაინც გვაქვს სიამოვნების მიღება, ჩვენი ემოციიდან, ჩვენი გრძნობებიდან, ხო? და ეს გვაჯაჭვებს ორივეს ენერგიასთან. ანუ აი ძალიან ფილოსოფიური ასპექტით სუზევიდა რომ შევხედოთ, ხო? ეს თელი ენერგიები უნდა გაუშვათ ღმერთისკენ და არა იმისკენ სფეროებისკენ. ანუ ჩვენ მაინც მიწიერზე გვაქვს კონცენტრირება და არა ღმერთზე, რას ნიშნავს ახლა? აი მაგალითად შემძავს რო ვეფერები ხოლმე ძალიან, ხო? აი გზნობ რომ მართლა რაც უფრო ძალიან ვიყვარ ეს ვეჯაჭვები, მით უფრო მიყვარს და მე უფრო მიჭირს მისი დაკარგვა, ხო? და უკვე ისე ვუყურებ ხოლმე რომ აი სამყარო შექმნა ღმერთმა, ეს ღმერთის ენერგია, აი ღმერთი არის ამაში და არა ეს არის ყველაფერი, ხო? და აი ხა ეს მორიელი ვარო, მაგრამ არ მიყვარს ქაოსი, იმიტომ რომ მორიელი ზოდიაქოთი ეს ცოტა სხვა რაღაც არის. ანუ მე მაგას ვლაპარაკობ, რომ აქ ზოდიაქოებით, მარსით, მერკურით, ამებით აღარ წყდება. ეს უფრო ცოტა სხვა იმპულსიდან მოდის, სულ სხვა ენერგიებზე ვლაპარაკობ. ეხლა აი ამაზე ვთქვი, რომ არის ასტროლოგიური, პირადი ასტროლოგიური უნარები, მაგრამ არის კარმული საკაცობრიო დონეზე ვლაპარაკობ. ეხლა მასშტაბები ეს 1 და 2 არ ეხება, ეს ყველას გვეხება, რასაც ვლაპარაკობთ. ლილიტების მიუხედავად სად არის რომელ სახლშია. აი მე უფრო ზოგადად ასტროლოგიის პრინციპს ხსნი რელიგიასთან მიმართებაში და არა კონკრეტულ მზეს, ან ფსიქოტიპს, ან ხასიათს. ამიტომ აი სელენა ლილიტის ზონაზე რო ვლაპარაკობთ, ხო?
კი წავიდეთ სელენას ზონაში, ის აუცილებლად გადაგვიყვანს მე მომავალში მაინც ლილიტის ზონაში, აუცილებლად თან, იმიტომ რომ ეს არის აი ის როგორ გითხრათ რა უკიდურესობები. ყოველთვის ჩვენ სანამ ღმერთთან არ მივალთ, ჩვენ ვივლით უკიდურესობებში ყოველთვის და ეს ღმერთთან მისვლა რას ნიშნავს? როდესაც აბსოლუტურად ნელთბილი ხდები ემოციურად აქეთა სამყაროს მიმართ, იდეალების მიმართ, ფასეულობების მიმართ და ყველაფერში მხოლოდ სიყვარულს გრძნობ. ვიღაცას, აი მაგალითად ერთს მოკლედ გეტყვით რა. აი ხო არიან ბოროტებას რო ჩადიან და რაღაცა უცებ აღელვდები, ანერვიულდები. მე ვნახე ჰიპნოზზე სხვებმაც მომიყვნენ, რამდენად ცუდი რაღაცეები აქვთ გაკეთებული წიან ცხოვრებებში და აბსოლუტურად ყველას ჰქონდა მანამდე ან იმედგაცრუების იმპულსი, ან ჰქონდათ რაღაც, ვაიმე რო ვკითხულობ, ცოტა მებნევა ისენი. შემდეგ გადავალთ იმაზე პირად გარჩევებზე, ხაი ძალიან ისეთ რაღაცებზე ვლაპარაკო, რომელიც მინდა უფრო დარჩეს და არა პირად უნარებზე იმას ვქნათ, დავხარჯოთ დრო. აი ზოგადად ის არის ისეთი მომენტი არის, რომ აი ეს მინდა და მე თქვა, იმიტომ რომ ხედავ რომ აი ასტროლოგიური პრინციპი, ხშირად ამბობენ თვითონ ასტროლოგებიც, რომ ეს არის მიწიერი იმპულსების ანარეკალი, ასტროლოგია, ანუ კარმას ყველაფერს, რასაც ასტროლოგიაში ვხედავთ, ჩვენ არის ჩვენი წინა ცხოვრებების გამოცდილება, რომელიც არის მიწიერ პლანში. შეიძლება სხვა პლანეტებზე ვიყოთ, შეიძლება სხვა სამყაროებში, მაგრამ მიწიერ ინკარნაციებზე არის ლაპარაკი, მასში სულის იმპულსები არ დევს. ამიტომ ასტროლოგია მაინც მიწიერ პლანს კი ძალიან კარგად გამოვავლინეთ თავი, მაგრამ სულში რა ხდება? აი ამ ეს არ ჩანს სულში რა ხდება ასტროლოგიაში უკვე. ეს ჩანს ეზოთერულ სწავლებებში. და ის სულში ხდება ეს და ზუსტად მერე შემდეგ რატო გამოვიმუშავეთ ლილიტი, ხო რა დავაშავეთ ესეთი? არაფერს არ დაგვიშავებია, ეს ავტომატურად ესე იქნებოდა. ეს სამყარო არის ეგრე მოწყობილი, რომ ჩვენ ვართ ძიების პროცესში, ჩვენ ვართ განვითარების პროცესში და აი ლაზარევი წერს ხოლმე ხშირად არავინ არ არისო დამნაშავეო. მართლა რომ დავაკვირდი, მართლა არავინ არ არის დამნაშავე, არც ჩვენ ვართ დამნაშავეები. ეს ბუნებრივად ესე მოხდებოდა. ხა ბავშვი რომ პატარა არის და სწავლობს ფეხზე დგომას, ხო? და რო ეცემა, ეს ხო ბუნებრივი არის, ის უნდა წაბორძიკ. აი ესეთივე ბუნებრივი არის ჩვენი ესეთი გადავარდნები უკიდურესობებში. ჩვენ უნდა განვითარდეთ, ჩვენ ვიზრდებით ყოველ ცხოვრებაში, ყოველ სამყაროებში და ბუნებრივი არის ასე რომ არც ის ადამიანი ვიღაცებს რო კლავს, არც ის ადამიანი რაღაც ცუდი ტიპი რო არის ეხლა ამ ცხოვრებაში, არ არის დამნაშავე, ეს ჩვენ გამოვიწვიეთ, როგორც კოლექტიურ კარმაში, ისე ინდივიდუალურ კარმაში, ჩვენზე მოქმედებს კოლექტიური კარმა ძალიან ხალხი, გარშემო ფსიქოტიპი, სხვა საზოგადოების, მშობლების, ოჯახის, ჩვენ გარშემო ვართ ხალხთან და ეს ხალხი სულიერი არსებები არიან თავისი ენერგეტიკით, თავისი წარსულით, საიდან მოვიდნენ კაცმა არ იცის, ხო? და ეს არის ბუნებრივი, მანუ მე ის მინდა ვთქვა, რომ აი რაც უფრო მეტად ვილტვით ჩვენ ღმერთისკენ, ვქოთ რავად. ღმერთისკენ ტოლვა აი ეს ვახსენე ზუსტად რას ნიშნავს, ეს არის ზუსტად ნეიტრალური ემოცია, ანუ ემოციურობა და რაღაცის სიყვარული ღმერთის გარდა უღოდ უკვე მატერიალური ფასეულობების მიჯაჭვა არის და ამ დროს ადამიანები ვართ ხომ მე მომწონს რომ გრძნობ, რომ ცოცხლობ, რაღაცებზე რომ ემოცია მაქვს, რაღაცები რომ ძალიან მიყვარს ფილმებზე რომ შეიძლება, ანუ ტირილით არ ვტირი ვარ თხის რქა მყავს რუგაში, მაგრამ აი რაღაც ემოციას იმპულს რო გაძლევს მომწონს, მაგრამ ვიცი რომ ეს არის მატერია და შემდეგ მოწონებთ რაღაცა პრობლემები რო გვაქვს ესე რომ თქვა. რაც ანუ ყოველი ჩვენი ინკარნაცია არის შანსი მივილტვოდეთ ღმერთისკენ, მივილტვოდეთ, ანუ აი რელიგიურ იმპულსებს ხვდები რა ეხლა უკვე რაც არის, ეს არის უპირობო სიყვარული ღმერთის და მისი ნების დანახვა ყველაფერში. ჩვენ თუ იქნებით სულ ძალიან კარგ ხასიათზე, აი ძალიან ცუდი რაღაცები შეიძლება მერე დაგვემართოს, იმიტომ რომ ყოველთვის უკიდურესობებს მოსდევს მეორე უკიდურესობის ჩართვა. თუ ვიქნებით სულ გაბრწყინებულები მეორე ცხოვრებაში, ძალიან დიდი შეიძლება აგრესია გქონდეს ესეთი გაბრწყინებულების მიმართ. ანუ მუდმივი ბრძოლა მიდის ჩვენ შორის, როგორც კი ღმერთს ვწყდებით, ყოველთვის ირთვება სულში მეორე უკიდურესობა. ეხლა წარმოიდგინეთ, ადრეც თქვი, როცა რაღაცა ძალიან გვიყვარს,
მე მქონდა ნახე მაგალითად, ოღონდ აიცით რა არის, ახლა ჰიპნოზე რო ვლაპარაკობ, შეიძლება არ არის ეს, ანუ არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ინკარნაციები იყო და წყალი არ გაუვა მაგამად. მე საერთოდ რასაც გელაპარაკებით, ამის არსებობისაც ხანდახან არ მჯერა. ხანდახან იმასაც კი ვერ ვდებ თავს, ეს რასაც ვლაპარაკობ, მართლა ეს არის? ჭეშმარიტება არის ეს? უბრალოდ ვიკვლევ, პროცესში ვარ და არ ვიცი რა იქნება მომავალში. მე ძალიან უბრალოდ ბევრი მასალა არის, ისეთი ლოგიკური, რომ ეხა სხვაები რასაც თავაზობენ, ის იმდენად ლოგიკაში არ ჯდება და ეცე თავისუფალი არ ყოფილი. არა, თავისუფლება, ეხა არასწორად არის გაგებულიო, თავისუფალი არ ყოფილვართო. აი ხა წარმოიდგინე, მიდიხარ 300-ით მანქანით, ძალიან ჩქარა და უცებ გინდა დაამხრუჭო, ხო ეჯახები რაღაცას. და გაბრაზებული ავარიის მერე მოდიხარ და ამბობ რომ ეს რა მუხრუჭი არის ვერ გავიგე დავატორმუზე და მაინც გაფრინდა მანქანა ვერაფერი ვერ შევძელი და ესე იგი მუხრუჭი არ გქონია აი ესეთი რაღაცა მინდა გითხრათ ადრეც თქვი სხვა სემინარებში სამყარო ესე არ მოქმედებს ჩვენ ხედავთ ძალიან ისეთ რაღაცებს ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს გამოვლილი სამყაროსთვის 1 და 2 ცხოვრება არაფერი არ არის თქვენივე თავისთვისაც არაფერი არ არის თქვენ რო სხვა სამყაროდან შეხედოთ ამ ყველაფერს და ამ წუთია-წუთი სოფელიო რო ამბობენ რამდენიმე ცხოვრება ჩვენ როდესაც ერთი ინერციით მოვდიოდით ამ ცხოვრებაში ვერ გავაჩერებთ იმას აი ეს მიდოდა კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი მე თქვა რომ ხშირად მე ვნახე ჩემი წინა ცხოვრებები ანუ ის მომენტი რომ შეიძლება ეს არაფერი მართალი არ არის და შეიძლება ჩვენი ქვეცნობიერი ის აი როგორც სიზმრის სახით ამოდის ფრაგმენტები აი ესე დაგვანახა ფრაგმენტებით ჩვენი პრობლემები თუმცა იქ მე უფრო ყველაზე ისეთი სიღრმისეული ჰიპნოზი მქონდა ეხლა ზოგი რო ეჭობს თად ესე მარტივადაც არ მქონდა მე საქმე უკაცრავად ანუ ბევრად უფრო დამადასტურებელი არის ჩემთვის ჰიპნოზის ინფორმაციები ვიდრე რომ არაფერი არ არსებობს იმიტომ რომ მე მივდივართ ისევ მეორე utopიაში ამიტომ არ ვიცი რა ხდება მაგრამ ის ინფორმაციები რაც მე მაქვს აქედან აი ამას გეუბნებით რასაც მივხვდი და რაში არის ახლა კიდევ მან საქმე, როდესაც წინა ცხოვრებებში რაღაცა გაფუჭდა ძალიან სერიოზულად, ხო? დაგაფუჭდა რატომ მივეჯაჭვეთ ჩვენ ძალიან მიწიერ არსებობას, ხო? ის მოდის ინერციით. რუსიკო კვირიკაშვილი არის ჰიპნოზის, აი თქვენ ლიკა გაკეთეთ პასუხი, თავის Facebook-ის გვერდიც აქვს, არაჩვეულებრივი ქალბატონი არის და ძალიან მე ვენდობი ძალიან ამ ადამიანს სულიერად ისედაც, იმიტომ რომ თან ძალიან შემიყვარდა ეს ადამიანი როგორც პიროვნება იმიტომ რომ ეს არ არის ის კატეგორია აქ რო კუდიანები და რაღაც შეხებავების დონეზე რო ასტროლოგობენ რაღაცებს უფრო ინტელექტუალი ხალი არის და მაღალ დონეზე არის რა რო დაენდობი და ესმის რას ლაპარაკობს სულიერ რესურსი აქვს საკმაოდ დიდი ამისთვის ხო და გავაგრძელებ საუბარს რომ აი ის ინერცია რაც წინა ცხოვრებებიდან მივიღეთ ეხლა ვერ ხვდებით რატო გვაქვს მე ვნახე ეს რამოდენიმე ცხოვრება ვნახე სადაც ძალიან მარტყამდა სამყარო კარმა მოდით ესე ვთქვათ უფრო და აი ჩემი აღრთოვანება იყო ჰიპნოზზე რომ აი ეს იმიტომ დამართნია რომ იქ არასწორად მოვიქეცი და არასწორად მოქცევა ის იყო რომ პლანეტა აფეთქდა და ყველა კვდებოდით და საშინელი სიკვდილი ნახე ჩემი თავისაც და ჩემი მეგობრებისაც ნუ ეს მეორე პლანეტაზე და ანუ ესეც ბუნებრივი იყო რა ეგეთი რეაქცია მქონოდა ხო და აი სიკვდილის შიში და სიკვდილის რა ნუ ანუ კატაკლიზმის შიში შემდგომ გამოვლინდა რომ მართლა რაღაცა ესეთი მივიზიდე სიკვდილის მაგვარი უკვე ოჯახის წევრებში ხო და მერე მათ კიდევ უარესი დამემართა საერთოდ შემეშინდა მაქსპეროსი და საერთოდ ოჯახის და განზე დავდექი უკვე შემდეგი ცხოვრებები ამ ოჯახისგან. ძალიან მარტივი ემოცია, ამიტომ ერთი უცებ ძაფრი ემოცია და წავიდა მერე მთელი რიხინით რამდენიმე ინკარნაცია ამის გამოსწორების. ეს ესეც უნდა ყოფილიყო, აი ლოგიკურად რო დავაკვირდეთ, ეს უბრალოდ განვითარება არის ესეთი. ანუ მნიშვნელოვანი რა არის, რას განვიცდით დიდი ხანი, რა ემოცია გვაქვს ხანგრძლივად. აი ეს ჩადის უკვე ქვეცნობიერში, ეს ისე წერია და წიგნებშიც,
ხო და ეს ჩემი კერჩხებული სამაკ ოჯახური ესეთი მყუდრო გარემო მომიტევეთ რომ შვიდად ვარ ხოლმე ოჯახურ სიტუაციებში ხო და ჩაიც რაღაც თავისებური კომპონენტი არის ოჯახურობის ხო და აი როდესაც ხდება ესეთი გადართვები ვერ ვაცნობიერებთ რატო გვემართება ეს ხო და აი ძალიან ბევრი ეზოთერიკოსი ახალი მიმდინარეობები არის რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ და მუშაობენ წლები ხალხი არაფერი არ იცვლება ხო ან რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს თუ ვერ აგვარებენ აი მანდ ერთი მინდა გითხრათ ჯერ ეს ერთი ძალიან ბევრი ვიფიქრე მაგაზე და ნამდვილად ღირს შეცვლა იმიტომ რომ ჯერ ეს ერთის თუ ამ ცხოვრებაში ვერ ვნახავთ ჩვენ აუცილებლად ჩემ ცხოვრებაში ამას მივიღებთ მეორე მომენტი არის რომ შეცვლა რას გულისხმობს ნეგატივისგან განთავისუფლებას ხო ისედაც კარგი არის აი სულ რომ ამჯეროდეს მომავალი ცხოვრებების აი ხა ვთქვათ რაღაცა სამსახურში მანერვიულებენ ძალიან სამსახური არ მაქვს ისეთი რომ ვიარო ჩემ დაღმავალი არის და არ მაინტერესებს მაგრამ რომც ქონდა მაინც არ ქონდა პრობლემები ანუ მე ეს არ მესმის ეს თემა სამსახურში პრობლემები გაქვს მაგრამ აი არიან ხოლმე რომ აქვს სერიოზული პრობლემები სამსახურში და სერიოზულად ნერვიულობენ ხა მეცინება ხოლმე რა რომ ანუ მე არ მაქვს კარმულად არც დაზიანებული არც კარგად არც სუდად ეს ნეიტრალური ვიყავი ხოლმე სამსახურის სფეროში თანამშრომლის სფეროშიც ისე მართლა ნერვიულობენ რა იმ სფეროში რა ხო და არის რაღაც მომენტები რომ აი რეზოთერულად რო იფიქრებ და მოდი რა ცოტა გაგებით მოეკიდები სიტუაციას ხო რომ იმ ადამიანებმა არაფერი არ დააშავეს მართლა ის მათი ბუნება არის ეს ახლა ხედავ ამას მაგრამ სხვა დროს სულ სხვანაირი იქნება ხო ანუ შენ არ აიღე პასუხისგებლობას იმ ავნებლობაზე რასაც ხვები აკეთებენ და თუნდაც შენ ხო რომ უბრალოდ შეხედო რომ ეს ესე უნდა ხდებოდეს ღმერთის ლოგიკით ანუ ღმერთი ესე გვიყურებს მე მგონი ჩვენ რომ ანუ აი მოთმინებით რო უყურებ რა ბავშვიც რო რაღაცას დებილობს რა ვთქვათ რა და მოთმინებით ხარ აი ესე უნდა შევხედოთ ჩემი აზრით ჩვენ აი ამ სამყაროს ზუსტად და ჩვენთვისაც იმ მომენტშიც კარგი არის ეს მინდა გითხრათ რომ თუ არ არის გათვლა რომ არ იქა მომავალ ცხოვრებები თუმცა მე მომენტ მართალი რო გითხრათ მაქვს ეს გათვლა და რატომ აქ გათვლა იცით რომ მივხვდი რომ სამყაროს ანუ სამყაროში რაღაც სიკეთე უნდა ვაკეთოთ, რაღაცა კარგი უნდა ვაკეთოთ. Ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ ეს სიკეთის კეთება და ჩვენი თავის შეცვლა არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა. ხო, ამისთვის ვართ ჩვენ მოსულები ამ დედამიწაზე, რომ რაღაც უფრო ყოველი ნაბიჯ განვითარება ცალკე არის, მაგრამ ღმერთს მიუახლოვდეთ და ღმერთთან მიახლოვებით არის განვითარება, ზუსტად. და აი მე დავაკვირდი, რაც რელიგიურ წიგნებში წერია, აი საბოლოო ჯამში მართალი არის ხოლმე რა. უბრალოდ იქ ძალიან ისე დოგმატურად წერია და ვერ მიხვალ სულით. შეიძლება ისინი აკეთებენ ამას ხეულით, ბოჭავენ თავს, რაღაც დონეზე აძალებენ თავს, მაგრამ სულით უნდა მიხვიდე მაგამდე. იმ ფილოსოფიამდე რაც ქრისტემ დატოვა, თუნდაც ან სხვა ფილოსოფოსებმა და სხვა რელიგიურმა მოღვაწეებმა, ხო? და იქამდე როგორ უნდა მივიდეთ, ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი. ანუ არ უნდა მოხდეს რაღაცნაირად გაჭედვა აქაურ ერთ ცხოვრებაზე, ანუ ძალიან ვიწრო ხედვა მეც ხა რომ ჰიპნოზე ვნახე, რომ ძალიან ვიწრო ხედვა მქონია, მარტო აი რატო დამემართა ეს უბედურება და სულ სხვა ცხოვრებიდან აბსოლუტურად გამოძახილი იყო სხვა ცხოვრების და ეს ესეც იქნებოდა. აი ის ფილოსოფია, რასაც მე ვკითხულობ, ძალიან ახლოს არის, ანუ ერთ-ერთში დაემთხვა ჩემ კვლევებს, გინდათ ასტროლოგიური იყოს, გინდათ ჰიპნოზის იყოს, ხვებიც, გინდათ აიღეთ ჰიპნოზის ძალიან ბევრი მიყვება, ყველა ჩასაფრებული ვარ ხოლმე ვინმე თუ მიდის ქალტნორუსიკოსთან ეგრევე ვაყოლინებ ხოლმე დეტალებში მე რა მოხდა მათი რუკები ვიცი და აი ესე ვცდილობ გამოცდილებით, აი ძალიან ბევრს მუშაობ მართლა აი ამ კუთხით რომ პრაქტიკულად ნახო რა ლოგიკა. აი ჯერ ჩაციკლული ვიყავი, აბა სატურნი როგორ დაინახე შენ ცხოვრებაში, აბა ლილიტი როგორ დაინახე, რამდენად კარმულად ესენი კავშირში არიან. აი ვარჩევდით ხოლმე ამ გოგოებთან ერთად და ბიჭებით ხათაშორის ვარჩევდით ხოლმე პუნქტობრივად რო გამეგო პრინციპი ამ რუკის და თან რაც წერია, უბრალოდ იცით მე მაინც დიდად არ ვენდობი ხოლმე ნაწერებს თუ მე თვითონაც არ ვაზუსტებ ამას და კიდევ უფრო მეტი ამოტივტივდა ინფორმაცია ვიდრე ანუ იქ თუ არა ასტროლოგები და სხვა მიმართულებით წერენ ამას
აქ უკვე ასტროლოგიაშიც აღმოჩნდა იგივე ინფორმაცია. ანუ მე ეს მინდა ვთქვა, რომ როდესაც ბევრს ეცნობის სხვადასხვა ჯგუფის, ეზოთერული ჯგუფის ინფორმაციებს და ყველა ერთი და იგივეს ამბობს და შენი კუთხეს ასტროლოგიის თურმე იგივეს ამბობს, რასაც ისინი, ხო, უკვე უფრო სარწმუნო ხდება ჩემთვის. რეალურად შეიძლება მე მუშაობ ჩემი რწმენის განმტკიცებაზე, იმიტომ რომ მე მაინც უფრო, რაც არ უნდა გეჩვენოთ, რომ დავფრინაო, იდეალისტი ვარ, კი იდეალისტი ვარ, მაგრამ მაინც უფრო პრაქტიკული, მეცნიერული ტიპაჟი ვარ რა, უფრო და ისე ვენდორ წმენებს ეს ჩემი არ არის. მიუხედავად რომ აღმავალი მე-12-ში მყავს და ზუსტად რწმენა უნდა ვისწავლო, მაგრამ აი ვსწავლობ ამ გზით, რომ დავადასტურე, ლოგიკაში ჯდება, ესე იგი მისაღები არის. აი ეს განხრა უფრო სარწმუნო არის ჩემთვის და ეხლა მეორე მომენტი, რატო არის ესე, რატო ვარ უფრო აქცენტირებული მეცნიერულ კვლევებზე. იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ ვინც კი არის, აი ძალიან ისე უნდა გითხრათ, მაგრამ ილუზორული არის ეზოთერული სფერო საკმაოდ, ძალიან ბევრი დეზინფორმაცია შეიძლება მივიღოთ, ძალიან ბევრი დეზინფორმაცია. თუ აქ მეცნიერულ ლოგიკას არ ჩავთავთ, შეიძლება არასწორი დასკვნები გამოვიტანოთ ბევრ რაღაცაზე, ანუ უფრო სამეცნიერო საკვლევი თემა არის ეს და არა თქვათ უბრალოდ რწმენის, აი რელიგიურად ეკლესიაში შევალთ და უბრალოდ უნდა ვირწმუნოთ, ხო? მაგრამ აი ეს სფერო არ არის რა ჩემი აზრით უბრალოდ სარწმენი რა, უფრო ამას სერიოზული ჩაღრმავება უნდა, იმიტომ რომ აი რა გვაინტერესებს, თუ ისედაც წამს ღმერთის რაღაცი გვაინტერესებს ან ასტროლოგია ან რაღაცეები, ხო? სიტყვაზე, იმიტომ რომ ეს მეცნიერება არის, ეზოთერული სფერო და ის უბრალოდ რელიგია არის, ხო? ესე იგი ჩვენ თუ აქეთ გადავდივართ, ესე იგი ლოგიკაზე გვაქვს ხო უფრო მეტი აქცენტი და უფრო რამდენად სწორია ეს გვინდა გავიგოთ, ხო? და ეს უკვე სხვა სფერო არის, ეს მინდა გითხრათ. არ არის ეს თევზის სფერო მთლად. მარტო ეს არის უკვე მეცნიერული სფერო. ამიტომ აღმავალ მერწყულებს გირჩევთ, რომ ამ სფეროთი დაინტერესდეთ ასტროლოგიით, იმიტომ რომ უფრო მერწყული მეცნიერებაში შლის ყველაფერს და უფრო აი დაღმავალი მერწყული ხო ვარ და ეს პრინციპი მაქვს ყოველთვის, რომ ხელწამოსაჭიდი რაღაცა უნდა იყოს. აი თევზებს თუ უბრალოდ წამს, მერწყულს ჭირდება პლანეტა, ბიოლოკაციის ნივთი, ბიოენერგეტიკა რო შეამოწმოს, ყოველთვის მატერიალური რაღაც პლანეტა ჭირდება, რომ რაღაცა ენერგიაზე გავიდეს, ხო? ანუ მაინც მეცნიერებისკენ არის მერწყული მიმართული და აღმავალი მერწყულები აბსოლუტურად უფრო მეცნიერ შეიძლება ხა პლანეტებით არ დაინტერესდნენ, მაგრამ დაინტერესდნენ სხვადასხვა აი ძალიან ბევრი აღმავალი მერწყული, აი მე ოჯახის წევრები მყავს ერთი უბრალოდ და სულ სამშენებლო ამბებში არის ცემენტიანი და დავდივარ ხოლმე მასთან თუ გავეკარე და ამუშავებს დავის მერწყულს რატომ? ანუ შენი იდეალი არის, შენი ხედვა, შენი რაღაც და ინსტრუმენტი გჭირდება ამისთვის რომ გააკეთო, ცოდნა გჭირდება, ეგ მეცნიერული მიდგომა, იქ ყველანაირ მშენებლობას თავისი მათემატიკური, მეცნიერული გამოთვლა ჭირდება და უახლოვდებიან კვანტს. ანუ მეცნიერული მენტალობა ღრმავდება მათში. აი ხა ეს ერთი ძალიან კარგი რაღაც გამახსენდა, კიდე არის საუბარი ხშირად, აი შეცვლაზე, რომ შევიცვალოთ, რამდენად მალე შევიცვლებით და საერთოდ რას ნიშნავს შეცვლა. აი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს რელიგიაც, ნუ აი ხა მე ეკლესიაში დავდივარ და ვერ გეტყვით, რომ რამე გავიგე იქ, რა უნდა შევიცვალო. ანუ თვითონ სტრუქტურა ზედაპირული არის ძალიან, იმიტომ რომ მასა არის ზედაპირული და ხა რაც არ იქ თუ ფილოსოფიას ჩადებთ, დაცარიელდება კიდევ არის ეს ეკლესიები, ხო? ანუ მაინც უფრო ზედაპირულად მუშაობენ ხალხზე და ძალიან კარგია და სწორია ესე რომ მუშაობენ. მე მაინც არა მაქვს წინააღმდეგობა ეგზოთერულ ცნობიერებაზე, ამიტომ აი ეხლა დახურულ ჯგუფში არის ესეც. აი ყოველთვის ვთქვი, რომ ძალიან ვიწრო წრეში ვისაუბრო ამ თემებზე და არ გავასაჯარო, იმიტომ რომ რაც უფრო შემთხვევითი ადამიანი მოხდება, საერთოდ როაზე არ არის ამ სფეროში, შეიძლება უფრო ვერ გაიგოს რაღაცები და უფრო არასწორად გაიგოს. აი ამის ალბათობაც არის და ამიტომ მე პირადად ძალიან დაფარულობის მომხრე ვარ ასტროლოგიის, ეზოთერული სფეროს, აი ზედმეტად დაფარულობის დაჟე. არის ეს არ ვეკამათები არავის ასტროლოგიაზე, არც ვახსენებ ხოლმე საერთოდ, ნუ თვითონ თუ არ ახსენეს. იმიტომ რომ მაინც საკმაოდ
სერიოზული ენერგიები არის აქ და არასწორი გამოყენება მისი არ შეიძლება, არასწორი გამოყენება ხარ აიგულისხმება. ну, პრინციპში აღარ მინდა ხა სხვებზე არ მაინტერესებს სხვები, ჩვენ საქმეს მივხედოთ და ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, როგორ უნდა შევიცვალოთ, რას ამბობს ეზოთერიკა, როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენ ხასიათი. ამას რელიგიაც ამბობს. ოღონდ ცოტა ზედაპირულ დონეზე, იმიტომ რომ სიღრმისეულად მასა ვერ გაიგებს ამას რაზეა ლაპარაკი. ასტროლოგია გვეხმარება რომ უფრო სიღრმისეულად გავიგოთ ჩვენ ვინ ვართ, რა გვაქვს პრობლემები, საერთოდ ვერაცნობიერებს ძალიან ბევრი, მეც ვერ ვაცნობიერებდი ჩემ ნაკლს, სანამ ასტროლოგიას არ გავეცნობოდი, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ძალიან დიდი დაკვირვებით ვიყავი ჩემი უნარების მიმართ, საერთოდ სხვა კუთხით ვუყურებდი და ვერაფრით ვერ აღვქვამდი რეალურად ცად მქონია აქ პრობლემა ხასიათში. даже მომენტებში ღირსებათაც კი მეგონა ის რაც ნაკლი მქონია. ძალიან კარგი არის ასტროლოგია ჩვენი ხასიათის შესასწავლად, ჩვენი ნაკლის შესასწავლად, ეს ზედაპირულ ყოველდღიურ ცხოვრებაში გულისხმობ და არა ის მაღალი ზონას მანამდე რაც თქვი, ეს ძალიან გლობალური, რომელიც უკვე ინდივიდებზე აღარ მუშაობს და გლობალურად ყველა საკაცობრიო ასპექტში მუშაობს. და მთავარი მომენტი რომ ჩვენ შევისწავლოთ ჩვენი თავი, ჩვენი ნეგატივი, დავიწყოთ ძალიან მარტივით, ხო, რომ აი ჩვენი ნეგატივი არ გამოვავლინოთ. ნეგატივი, აი წინაზე ვითომ სელენა ჩანს ძალიან ნათელად, მაგრამ ნეგატივის წყაროც არის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და უბრალოდ ამ მასშტაბებზე დიდად ვერ ადის ხალხი და ძალიან ისე რუკაშიც არავის არ ვეტყვი მაგას, ცოტა სხვა დონე არის, სხვა დონე რა კუთხით ძალიან ფილოსოფიური ასპექტი არის ეს, მაგრამ მე მაგალითად უკვე ვცდილობ ხოლმე რომ აი უფრო რელიგიას დავუახლოვდე, ანუ ეს ასტროლოგიური შევისწავლე თავი გასაგებია, მაგრამ რელიგიას დავუახლოვდე ხარ რა კუთხით ვამბობ რელიგიაში. ის მთავარი ფილოსოფია რაც მასში დევს, რომ ყველაფერში უნდა დავინახოთ ღმერთი, უნდა მივიღოთ ყველაფერი. რაღაცები არის, რასაც ვერ შევცვლით ხალხნო, აი ამისი ის მაქვს რა უამრავი მაგალითი და არც უნდა შევცვალოთ, იმიტომ რომ ის თავისით უნდა წავიდეს ჩვენგან, ჩვენ უნდა მივიღოთ რაღაცები გაკვეთილად. აი მაგალითად ავიღოთ, გვაქვს რაღაცა დაავადება, ხო, მძიმე. და ვცდილობთ იქ დავბივართ ეზოთერიკოსებთან, იმას მექიმებთან და განთავისუფლდეთ. არა და სერიოზული მიზეზის გამო გვაქვს ეს დაავადება და გვიფარავს უფრო უარესი უბედურებისგან სულში, ხო? და აი ეს შემდეგ ინკარნაციებში ჩანს უკვე ეს ნეგატივი, დაგროვილი და ჯობია იმ მომენტში, ანუ სამყაროს სხვა მასშტაბები აქვს რა. ანუ ჩვენ რო აი ეს ჩაფრენილები ვართ, რომ ეხლა ვიცხოვროთ, ვაიმე კუჭი არ მაწუხებდეს, ვაიმე ნაღველი არ მაწუხებდეს. ძალიან მნიშვნელოვანი არის სული სამყაროსთვის და არა სხეული, საერთოდ არ ადარდებს სხეული მას, არ ადარდებს შენი ფიზიკური ტანჯვები, მისთვის თავარი არის ფარველი ანგელოზებისთვისაც, შენი ფარველი ანგელოზებისთვის რო გადადრინც კი გეხმარება, მათთვის არის მთავარი სული. ის სულს თუ შენი რამე აზრივნებს, ის უკვე დიდი სიხარულით გიგზავნის დაავადებას რო გიმკურნალოს. და რატომ ადამიანი სული ვერ იწვრთნება ტვინით, ხალხნო. აი ეს გავიგოთ. არ იცვლება, ეხლა მეც თქვენ რო გელაპარაკებით, ამას კი გავიაზრეთ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, ზღვაში წვეთი არის ეს ლაპარაკი. ჩვენ ვიცვლებით ცხოვრებით. მე მაგიტომ უფრო ვფიქრობ ასტროლოგიას რატო ეშვები ნენელა, რომ აზრი არა აქვს. პრაქტიკული ასტროლოგია კი იყოს, ეხლა ხანდახან მეც სადმე რომ მივდივარ, სხვა ასტროლოგთან მივალ, ეგება მითხრა, თქვათ რომ დღეს ავიდე, ხო? ესეჩი არ არის ეს პრობლემა, მაგრამ რუკებით ვერ ცვლიან ისე ძალიან მაინც ცხოვრებას, ვერც გებულობენ ძალიან ცოტა, აი 100 კაციდან 2-3 შეიძლება გაიაზროს რეალურად რას ვეუბნებით ვაფშე ასტროლოგიაში ვინმე. იმიტომ რომ ტვინით ჩვენ ვერ ცვლით ვერაფერს, ჩვენ ცვლით ცხოვრებისეული მოქმედებებით, აი გვარტყამს სამყარო და მაშინ ხვდებით როგორ აღმავალზე როგორ უნდა გადავიდეთ. ვიღაცა გვანძღავს ხვდებით როგორ უნდა ცოტა დიპლომატია გამოვავლინოთ, ან პირიქით უფრო შემტევი ხასიათი გქონდეს. ანუ ცხოვრება ხალხნო ისე მოწყობილი სამყაროს რუნავს ჩვენზე, უყვარ ვართ სამყაროს და ის თვითონ ზრუნავს. რომ ჩვენ განვითარდეთ და ადამიანის სული იცვლება, როდესაც ხშირად რაღაცას ანაკეთებს, ან არაკეთებს. აი მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გონებით დავეხმაროთ რას, რომ აი თქვა მეუღლესთან პრობლემები არის და აწყინინებს, ხო? მოდით შევხედოთ გლობალურად და მასშტაბურად უფრო, რომ იმ ადამიანს თავის პრობლემები აქვს.
არ ვიცით ჩვენ იმას რა პრობლემები აქვს. მის სულში შეიძლება სერიოზულად უჭირს რაღაცეები და სერიოზული თანადგომა ჭირდება, ხო? სიყვარულით, სიკეთით, ახლა არ ვამბობ რომ უნდა ვიჯდეთ ისეთ ხალხთან, რომელიც ნერვებს გვიშლის და მოვუთმინოთ, მაგრამ შინაგანი აგრესია არ უნდა გქონდეს. როგორც კი შინაგანად აგრესიულები ვართ, მეუღლის მიმართ, რომელიც ნერვებს გვიშლის, ავიღოთ, ხო? ჩვენ ვართ სუბიექტურები. სუბიექტურებს სამყარო არ მფარველობს მაინც და მაინც, იმიტომ რომ არა ვართ მართლები. ჩვენ ვერ ხედავთ გლობალურ სურათს, ვერ ხედავთ მის წინა ცხოვრებებში რა დაგროვდა. ჩვენ ვერ ხედავთ ჩვენ გლობალურ სურათს, ასევე რომ რატომ მივიზიდეთ იმ მომენტში ესეთი კონფლიქტი, რას მიგვითითებს ამით სამყარო. და ნებისმიერი აგრესია არის მატერიალურად აზროვნება, მოდით ესე ვთქვათ. აი რატო არის სამყაროში ესეთი წესები? რატო აქვს სამყაროს წესი რომ არ უნდა ვიყოთ აგრესიულები, ნეგატიურები და ასე შემდეგ, ხო? გლობალური ხედვა ჭირდება რომ გავიგოთ ეს, რატომ არის ესე. სიყვარული გჭირდება. ესე იგი, ჩვენ თუ არ ვაღიარებთ ინკარნაციებს და ვხედავთ მარტო ამ ცხოვრებაში თავს და მე ან გავწყინდებით ან ჯოჯოხეთში წავალთ, ეს ქმნის უკვე აგრესიას, რა თქმა უნდა, რომ რატომ ექცევა ესე, მე ეს არ დამიმსახურებია. დიახაც, მეც ესე ვუყურებდი სხვა ცხოვრებებში, რაც ვნახე, რომ მე ეს არ დამიმსახურებია და ადამიანებზე გავბრაზდი, სამყაროზე გავბრაზდი და ჩემ ბედზე გავბრაზდი. და სხვათა შორის ვლადიმერმა მომიგდო ერთხელაც რომ შენ ბედზე ხარო ნაწყენიო. შენ მდგომარეობით არ და არა ვარ ნაწყენი ვითომ ესე, მაგრამ მოხდა ისე რომ დავაკვირდი და ვარ ნაწყენი თურმე, ღმრად ემოციური ფონი, აი ტვინით კი არ ვფიქრობ ამაზე, მაგრამ აი იმას რო ეძახიან რა, მელანქოლიურად რო ხარ რა და ცოტა ესეთი როჟით რო დადიხარ შინაგანად რა. გავყევი ემოციას და მართლა ეგ ყოფილა. და გავაკეთე მე მუშაობა და ეხლა როგორც კი დავიჭერ აი ამ წუწუნა სახეს შინაგანში, ესეთი რომ მიდიხარ რა, ცოტა ესეთი ხვდები რომ უკვე ეგ არის ჩართული. ანუ მე გეუბნებით ძალიან ტონკი რაღაცეებზე, ძალიან ელემენტარული ემოციების დონეზე უნდა ვაკონტროლოთ თავი და კონტროლი არ არის აქ. სიყვარული, აი უნდა მიხვდეთ რომ ეს არ არის სწორი რა უბრალოდ რა. აი უკმაყოფილებას აი რაღაცა ბედით არ გვივარგა რაღაცა, ხო? თქვათ, უნდა მივიღოთ რა, ეს არ არის აუცილებელი, თქვათ, ანუ შევეწინააღმდეგოთ, შევებრძოლოთ ამ მოვლენას. ანუ ხო ხვდებით რა, იმედია ხვდებით და გადმოვცემ სწორად პრინციპს. ჩვენ ძალიან გაუცნობიერებლად ცხოვრობთ ადამიანები, ძალიან გაუცნობიერებლად მოქმედებთ, არ ვაკონტროლებთ, რას ვფიქრობთ, ვიზზე რას ვიძახით. საქართველოში ხო საერთოდ ბარდაკია, გადაულიან ერთმანეთს, გადმოულიან ერთმანეთს, საერთოდ ვერაცნობიერებენ, რატო არიან ესეთი აგრესიულები, ან ერთმანეთს რატო ებრძვიან სფეროში, ვთქვათ, ან საქმეში, ანუ არაფერს ტვინს, საქართველოში ხო საერთოდ ტვინს არავინ არაფერს არ ატანს და საერთოდ ტვინი თუ გვაქვს კოლექტიური, ეგ უკვე აღარ ჯერა და არაფერს არ ვაცნობიერებთ. ეხლა კი დავხტივარ ხან ვიწრო ადამიანურ მომენტზე მე სოციუმზე მე იმაზე, მაგრამ პრინციპი ხო გასაგები არის, რომ ჩვენ უნდა ცოტა მეტი პასუხისგებლობით მოვეკიდოთ ჩვენ ფიქრებს, ჩვენ ეხლა ისიც კი არა რომ ვაიმე, ეხლა ცუდი რაღაცა ვიფიქრე. აი სიყვარულით უნდა ვეცადოთ, რომ შევცვალოთ, ვეცადოთ, რომ გავუგოთ ადამიანებს, თუნდაც აგრესიულობის მომენტში. ეხლა შეიძლება იჩხუბო, რატო ამბობ ამას, ხო, მაგრამ შინაგანად, აი ლაზარეს მართასწორი უწერია და ეს მე ვნახე ყველა ჩემ ჰიპნოზზე, რომ აი ამ პრინციპებს ვარღვევდი და მაგიტომაც მქონდა პრობლემები ყველგან. და აი ამას გეუბნებით, რომ ისინი რაც აი ბიოენერგეტიკაში, რასაც ვკითხულობ და ისინი მეცნიერულად არ ყვევენ, ეხლა დამესიზმრაო არ იძახიან, ხო? და დავადასტურე ჩემი კუთხითაც ამთი რომ მართალი არის ასტროლოგიაც მაგას იძახის რაღაც მომენტებში ხო რომ აი ეს კვადრატები თუნდაც ეს არის კონფლიქტი რომელიც არ ჯდება სამყაროში არ ჯდება საზოგადოებაში და ჩვენ ეგოს რაღაც დონეზე იმპულსურად უშვებთ წინ ხო ну ისე რო ვთქვათ რა და ასე რომ აი ესეთი სამყაროს აქვს ეგეთი კანონები რომ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ მარტო ერთი ვიწრო ხედვით არ გჯერათ მომავალი ცხოვრებების მიენდეთ მაშინ მაითლიანად ღმერთს ბევრი დაღმავალი თევზები სხვათა შორის ეს ძალიან მოწესრიგებული აქვთ და ძალიან დალაგებული სულ რო თავზე დაექცეთ ქვეყანა ხა ყველაზე არ არის ლაპარაკი მაგრამ აი გამოხატული დაღმავალი თევზები რომ ინახავს ენდობიან სამყაროს თვითონ არ არჩევენ საქმეებს რა ცხოვრებასთან და ბედთან. დინებას მიუყვებიან ძალიან კარგად და შემგოებლური პოზიცია აქვთ. ანუ თუ არ გვიჯერა ინკარნაციების შეიძლება სხვანაირად აი ესე მოვაგვაროთ რაღაც დონეზე პრობლემები რომ უბრალოდ გავყვეთ რა და ნუ გვექნება რაღაცა იმის
ესე რომ აი რა ანუ თვითონ პრინციპი რომ აი სამყაროზე არ შეიძლება აგრესია, ხალხზე არ შეიძლება აგრესია. ანუ ის თვითონ რომ დაუშვა უკვე ღმერთმა გამოგიგზავნა შენ ეს პრობლემა, ხო და უნდა მიიღო და ღმერთმა ისე კი არ გამოგიგზავნა, აუ ეს რაღაცა თვალ არ მომწოს ამისი ვარცხნილობა და მოდი გავუგზავნო ამას. არა, ეს ჩვენ თვითონვე გავაკეთეთ. ღმერთმა მოგცა ძალიან თავისუფალი ზონა შემოქმედებითი. ჩვენი ცხოვრებები ეხლანდელი არის ჩვენი შემოქმედებითობა. კარგი არის, ესე იგი ჩვენ კარგი შემოქმედებითი იმპულსები გავუშვით, მაგრამ არც ამაზე ღირს ჩამოკიდება. ბევრი აღმავალი მორიელი მინახავს თავზე ემხობათ სამყარო. იმიტომ რომ წინა ცხოვრებებში ბუჩქებში თუ მინდორზე იწვნენ იმითი გვირილით ხელში და არაფერი არ ადარდებდათ დედამიწის ზურგზე, ხო? და ის კონფლიქტი იმათი ცხოვრებისთვის, ევოლუციისთვის აუცილებელი გახდა და არა იმიტომ რომ მართლა რაღაცა დააშავეს და რაღაც უბედურება ჭირთ. ანუ სამყარო ცოტა სხვანაირად მუშაობს, არ არის აუცილებელი რომ რაღაცა თუ გჭირს, მაინც დასჯა არის. ხანდახან ხშირად გამოძახილი არის ჩვენ წინა ცხოვრებების, მაგრამ ხშირად არის რომ ჩვენ თვითონ ჩვენი არჩევანით მოვედით ამაზე, რომ ჩვენ გვინდა აი ეს სურვილი კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, აი ჩვენ გვინდაზე მინდა თქვა ხშირად ჩვენ რაღაცებს ვოცნებობთ. ესეც გასაკონტროლებელია სხვათა შორის რას ვოცნებობთ, იმიტომ რომ აუცილებლად ახდება ეს მომავალ ცხოვრებებში და ყველა ჩემი ცხოვრება იყო წინა ცხოვრების ოცნების გარკვეულწილად ანარეკლი, პრობლემის და ოცნების ერთად, ესე რომ ვთქვათ. ხო და რას ვოცნებოთ? აი მაგალითად ეხლა ვკითხულობ ლაზარევის ახალი წიგნი არის და სხვაებიც არიან მაგდაგვარი, მაგრამ ესეთ მასშტაბებით მაინც აი პლუტონ ლილითის შეერთება კიდე ლაზარევს და იქ უკაჩავს, მაგრამ პლუტონი აგდებს ზედაპირზე ბევრ ინფორმაციებს და აქვს ძალიან საინტერესო რაღაც დაწერილი. ის ამბობს, რომ აი ერთი ადამიანი ოცნებობდა მართველი ყოფილიყო, მართველიგანა იმ კუთხე, აი გულწრფელად მოუნდა, რომ აი ნეტა მე ვიყო აი ამ ხალხს შევკრიბავდი, გავაკეთებინებდი რაღაც საქმეს და კეთილი რამე გამოვიდოდა. შეიძლება 3, 4 და 10 ცხოვრება მოამზადონო ამისთვის, რომ ეს აძლევს სამყარო. კი ბატონო, გინდა, პожалуйста, მაგრამ ამისთვის უნდა იმუშაო. და შეიძლება სერიოზული პრობლემები მოუწიოს ამ ოცნების გამო. და მეც ეგ ვნახე ერთ-ერთ პლანეტაზე, ვოცნებობდი სულ სხვა პლანეტაზე წასვლას. დამაინტერესა რაღაც აქ თითქოს მოსაწყენი იყო და წავედი და კი, გამიშვეს, მაგრამ ძალიან ბევრი ცხოვრება მე იმ პრობლემას ვაგვარებ, რაც იმ მეორე სურვილმა წამიყვანა. და ემთხვევა ის, რაც მან უწერია, ჩემ პრაქტიკაშიც დაემთხვა. არ ვამბობ 100%-ით მართალია, უბრალოდ მე ლოგიკას ვეძებ ამ ყველაფერში და ეს ამ ფაქტებს წავაწყდი. თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად არგუმენტირებული არის ეს ინფორმაციები, რომ თქვენც დაიჯეროთ. მაგრამ აი ჩვენი ოცნებებისთვისაც შეიძლება სულაც არ იყოს დასჯა, უბრალოდ იყოს მომზადება მომავალი ოცნების სასასრულებლად. ადამიანს უნდოდა ერთ ცხოვრებაში გამდიდრება და ძალიან ბევრი ცხოვრება აკარგვინებდნენ ფულს, რომ ესწავლა მიჯაჭვების გარეშე ყოფილიყო მდიდარი. იმიტომ რომ მდიდარი, რომელიც შინაგანი შიში აქვს ძალიან დიდი იმის დაკარგვის, იმას უკვე პრობლემა ექნება. და ეს პრინციპი არის ძალიან მნიშვნელოვანი სამყაროში და ამასაც დავუკვირდი რომ მართალი არის. აი რამე თუ გვინდა ჩვენ ძალიან უნდა ვისწავლოთ იმის დაკარგვაც, თორე ისე არ მოგვეცემა, იმიტომ რომ მე მაგალითად მომეცა ის ცხოვრება რაც მე მინდოდა ერთ-ერთ პლანეტაზე და რომ დავკარგე ძალიან სერიოზული პრობლემები, უსერიოზულესი პრობლემები შემექმნა კარმულად შემდეგ. და ეს მომენტი არის რომ მიჯაჭვა მოხდა ზუსტად იმ ცხოვრებაზე ძალიან და ამ მიჯაჭვულობამ გააჩინა ქვეცნობიერში დიდი აგრესია და დარდი, პრობლემა და ყველაფერი. და არ ვიყავი ესე იგი მზად იმ ცხოვრებისთვის, ან ვიყავი, მაგრამ შემდეგ უკვე მომიწია დახვეწა, ხო, ამ გაცნობიერებამ ყველაფერს. ეხლა სხვა ეპოქა არის, ეხლა მე რაც ვნახე წინა ცხოვრებები, ეხლა დიდად ამის ინტელექტი არ მექნებოდა ეს რომ გამეგო ეს ყველაფერი, გჭირდება ეტაპი, რაღაცა გზა, მიუხედავად ისა, რაც არ უნდა მაღალი დონის პლანეტიდან ჩამოხვიდე დედამიწას, მაინც სხვა პრობლემები აქვს, სხვა ენერგიები აქვს და სულ სხვა დონეზე ვიწყებთ აქ ცხოვრებას და რამდენიმე ცხოვრება არის საჭირო რომ უკვე აქაურობას მოერგოს ადამიანი. ნუ ეს ჩემი იმითი ინფორმაციებიდან და წიგნებიდან გეუბნებით, მაგრამ შეიძლება ესე არც იყოს სინამდვილეში
მე მაინც ყოველთვის ის მაგ არ ვიცი ესეა თუ არა პრინციპი იმიტომ რომ შეიძლება მე მჯეროდეს მაგრამ ძალიან არ მინდა ხოლმე მოვახვიო ვინმეს თავზე იმიტომ რომ ყველაფერი იცვლება და ერთ-ერთი შეცვლაზე ერთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა გითხრათ ძალიან საინტერესო რაღაცას წავაწყდი თქვენ წარმოიდგინეთ გვაქვს განზომილებები ხო სხვადასხვა სამყაროში და სხვადასხვა სამყაროებში 33 სამყარო არისო ვითომ ამბობენ მაგრამ ეგეც არ ვიცით სხვადასხვა აბსოლუტურად სხვა სამყაროები რომელიც ერთმანეთს არ ეხებიან ხო აქედან როდესაც იმ სამყაროში ხედებიან სხვა სამყაროში ხედავენ აბსოლუტურად სხვა სურათს აი შეიძლება სხვა სამყაროებიდან მე გამოვიყურებოდეს სხვა ფორმით ერთხელ ლაზარევს უწერია სხვა შორის ერთიო ჩემი ცხოვრებაო ძველი სხვა სამყაროში დავინახეო წყლის რგოლის სტრუქტურითო მან დამაინტერესა სხვა შორის მე რაც ჰიპნოზზე ჩემი თავი ნახე სხვა პლანეტებზე აი აბსოლუტურად ვერ გადმოვცემდი ისეთი ფორმები ვნახე აბსოლუტურად სხვადასხვა ზომის სხვა ანუ ვერ ჩასვა ვერანაირ ლოგიკაში აღმოჩნდა რომ შეიძლება ჩვენ რაც ვნახოთ ჩვენ წარსული ცხოვრება თუნდაც ან რაღაცა სხვა განზომილებაში სხვანაირად გამოიყურებოდეს და ჩვენ სხვანაირად ვნახოთ შეიძლება სხვა სამყაროს ტიპაჟისთვის მე ეხლა გამოვიყურები ანუ მე რა მინდა გითხრათ რომ ჩვენ ეს ფორმები ამ განზომილებაში გვაქვს მაგრამ სხვა განზომილებაში შეიძლება საერთოდ სხვა ფორმები გქონდეს ეხლა ამ რეალობაში ესე იგი ყველა სამყაროდან ხედვები იცვლება საერთოდ ეს ძალიან საინტერესო რაღაც არის სხვათა შორის და შესაბამისად რეალობაში ეს ფორმა რაც მე ეხლა მაგ ესეც კი არ არის ჭეშმარიტება რომ ეს ფორმა მაქვს იმიტომ რომ სხვა კუთხით რო შევხედოთ სხვანაირი შეიძლება მქონდეს ანუ ის მინდა გითხრათ რომ ყველა სამყაროში ყველა ჭეშმარიტება იცვლება და სხვადასხვანაირად ჩანს ეხლა რაც ამ წამს მიგვაჩნია ჩვენ ჭეშმარიტება ის სხვა სამყაროდან საერთოდ სხვა რაღაც შეიძლება გამოჩნდეს და ამიტომ მივხვდი ნენელა რომ ეხლა არ ღირს რაღაცა თავის მოკლა დიდად ისეთ სურვილებზე, შენ შეხედულებებზე, იმიტომ რომ სხვა სამყაროში შეიძლება საერთოდ გაგეცინოს იმდენად სხვა ფასეულობები დაგხვდეს და იგივე სხვა შორის ერთ პლანეტაზე რაც იყო ფასეულობა, აქ სასაცილოდ არ ეყოთ ის ფასეულობა რა და დღემდე არ ყოფნით რაც მე მაქვს. ასე რომ ყველგან სხვა წესები არის. ეხლა თქვენ გისმენთ, პრინციპში ეს რამდენად გადმოგეცით ყველაზე მნიშვნელოვანი ერთსათი კი გამოგვივიდა საუბარი, მაგრამ ეხლა თქვენ გისმენთ რამე ცოტა გლობალური შეკითხვები, რომ სხვებისთვისაც საინტერესო იყოს. თუ გაქვთ რამე, თუ არა და ვარჯიშზე მეჩქარება ერთსულება აქვს, როდის ვივარჯიშებ. გისმენთ, გაქვთ რამე შეკითხვა მეგობრებო? აქ ვარ. დამიწერეთ რამე თუ გინდა, თუ არა და დავიშალოთ მაშინ. არაფერი არა გაქვთ შეკითხვა? ძველებიც ვნახოთ, აბა. რა ვიცი, ერთი Facebook-ზე შემოვხომე და იმდენი კითხვები მომდის ხოლმე და აი რამდენი შეკითხვა გამიჩნდაო ზებითაც წერენ. ესეც მართალი არის. მეტი რაღა უნდა იმას კადი, ისე ამოწურავად იმას შეგეხვალოთ, ყველაფერით ვისვრი ხოლმე სიტყვებს. აბა, ისმენთ თამუნა შენც რაღაცა. აი ისე ერთი დასვით ძალიან მოკლედ, რომ სანამ პასუხს გავცემ, სხვაც ჩამოაყალიბებს კითხვას. გიორგი, აბა შენ გისმენ და წიგნი მაქვს შენთვის ვასაცემი ვერა და ვერ შეგხვდი. და რამდენი ზვაბშე და ესე ხახო რო დავარიგე დიდი სამპით ნახევარი ჩემოდანი წიგნები და კაცშვილი პატრონი არ გამოუჩნდა. ვინც კი მიმაწერინეს ჩვენ გვინდაო, აღარ შემეხმიან არავინ. დაახლოებით 1-10 კაცი და არ ვიცი ამ წიგნები მიდევს და არავინ არ აკითხავს. იმდენად არავინ არ კითხულობს, მეთქი არ წერს ხوار გაჭედა თქო რამე. წიგნზე არ ვიცი, შეიძლება გადაფიქრებული მაქვს ჯერჯერობით წიგნი, მეგობრებო, რაღაცები დავიწყე, მაგრამ მან კიდე ცოტა სხვა ისენი მაქვს. ცოტა სხვა ხედვა, ფიქრობ, რომ
ესე ჩანაწერების სახით უფრო ჯობია დარჩეს, იმიტომ რომ რაც მე მაქვს სათქმელი, ისედაც წერია ყველგან. და ეს იგივეს დაწერა ცოტა მეზარება მართალი ვკითხეთ. მაღალი იდეალები არის ფასეულობები, რომელიც საერთო ჯამში მთელი კაცობრიობა, ადამიანები, ცხოველები, მცენარეები ყველა სარგებლობს და ყველასთვის იოლდება ცხოვრება. მაღალი იდეალები არის განვითარებისკენ სწრაფვა და ყოველთვის მომავალში იყურება იდეალების მქონე ადამიანი, იმიტომ რომ მისი იდეალები არ კმაყოფილდება დღევანდელით, ამ ცხოვრებით, ის უფრო ცდილობს მომავალში რომ კარგი ცხოვრება გქონდეს, ამის იდეალი არის მაღალი იდეალები. მე აქ ლაპარაკობ ზუსტად მერწყულურ იდეალებზე, თორე იდეალები აქ ვერცაც, იმის იდეალი განსხვავდება ძალიან, ანუ იდეალები ძალიან ფართო სპექტრი არის, გააჩნია რა კუთხით შევხედავთ მაღალ იდეალებს. კაცმოყვარეობა არის მაინც პირველი, რაზეც დგას ეს იდეალები, ხო, თუ ჩვენ ვერ ვიტარდ ბზუს გარშემო ყველა, კარგი ამათთვის კაი ცხოვრება მოვაწყოთ, ამაზე არ ვიოცნებებთ, ხო? პირიქით რამე შევიმუშავებთ, რომ მალე ამოწყდნენ. და სიყვარული არ პირველი საწყისი, რომელიც იდეალებისკენ მიგვაქანებს, თუმცა რომელი იდეალი არის აქ განხილული, ეს კიდე ცალკე თემა არის. ახლავე ირაკლი ძალიან საინტერესო კითხვა გვაქვს არის შენგან. კი, ანუ ძალიან ბევრი წვრილმანი არის, მართალი ხარ, მე ჰიპნოზე ვნახე სხვათა შორის, რომ დედამიწაზე არის მეთქი, თქვი ეგრევე, აი დაქოქილი ვლაპარაკობდი, უდიდესი ცოდნადევს მეთქი დედამიწაზე, ყველა სხვადასხვა სამყაროდან ჩამოქონდათ მეთქი ადამიანებს, სულებს ეს ცოდნები და მისია მაქვს მეთქი, რომ ეს ცოდნები ყველა შევისწავლო, იმიტომ რომ სხვა პლანეტაზე სხვა მისია მაქვს ხა, ესე წავიბოდიალე. და ვნახე ეს იცით, ვნახე რომ დედამიწა არის რაღაცნაირად ერთი დიდი პლაცდარმი კი არა, აეროპორტი, მოდით ესე თქვა, სადაც ყველა სამყაროდან ჩამოდიან. ძალიან დიდი სამყაროებიდან არის ჩამოტანილი, თვითონ ადამიანის სულში ადამიანი როგორც არის მოწყობილი, ძალიან მრავალფეროვანია შინაგანათაც ადამიანი, ანუ მასშტაბურად რო ავიღოთ ის კოსმოსები თავის სამყაროებით კიდე ცალკე, მაგრამ თვითონ ადამიანი, აი რა ვნახე იცით, რომ ყველა პლანეტაზე, სხვა პლანეტებზე, აი იყო როგორი ხასიათი მქონდა, იცით, აი ერთი ზოდიაქო რო ავიღოთ და ყველაფერი ერთი ცხოვრება იყო, ყველაფერი ვერცხლში მყავდა. მაგალითად რომ ყავდეს ასტროლოგიური პრინციპით, ან სხვა ნიშნები და ხასიათები რო არ შემოდიოდეს. ძალიან კონკრეტულები ვიყავით სხვადასხვა პლანეტებზე, ერთი ხასიათი თვისებები ჰქონდა და ეს არ მომწონდა, მაინტერესებდა მრავალფეროვნება. იქ ისიც მეგრძნო, ესეც მეგრძნო. და შინაგანად ვიცოდი რომ ამისი შესაძლებლობა იყო და ამან წამომიყვანა შემდეგ, ხო? და ადამიანი არის ძალიან რთული არსება. ძალიან ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები გვაქვს, უნარები, ურთულესი სტრუქტურა არის ჩვენში და ეს გვაძლევს ზუსტად ძალიან ძლიერი განვითარების იმპულსის რაღაც იმას, რა ტალღას, რა სხვა სამყაროებში, სხვა პლანეტებზე მე რაც ვნახე, არ იყო ამ ხელა მასშტაბები განვითარების შესაძლებლობებს. ეხლა ძალიან ბევრ ამაზე შეგვიძლია ვიფიქროთ, სიყვარულით შეგვიძლია სცენარი, სიბრაზე, თავის დაცვა, ვიღაცის დაცვა, ვიღაცაზე ზრუნვა, უამრავი შესაძლებლობები აქვს ადამიანს თავისი ფსიქოტიპაჟის მიხედვით და უნარების მიხედვით და ძალიან რთულია ამ დეტალების მართვა, როგორც ჩვენში. რამდენად სწორად გავიგე ირაკლი შენი ნაწერი არ ვიცი, მაგრამ აი უფრო ესე, ანუ ორივე ხარეს ვიტყვი, რომ ჩვენში ასევე ბევრი პრობლემები ძდევს, პრობლემები აი ის ისე ღმერთთან მისვლის თემატიკა რაც იყო, რთული არის ასევე და თუმცა უფრო ადვილიც არის იმ ხრივ, რომ კიდე უფრო მეტი შესაძლებლობებიც გვაქვს, მაგრამ ასევე საპირისპირო ენერგიებიც ბევრია და ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდე საკაცობრიო დონეზე აი ამ
წვრილი ბევრი დეტალის განხილვა. აი დიდ ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვს რა და ინტელექტუალური რესურსი მე მივხვდი მოდის ბევრი ცხოვრებებით, ბევრი სხვათა შორის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ, დაღმავალი კირჩხიბების რაღაც რაოდენობა რო შევისწავლე სულიერად, რატო ჭირდებათ თხის რქობა. ერთ რაღაცას დავუკვირდი, რამოდენიმე დაღმავალი კირჩხიბი და ვნახე, რომელიც სხვა შეწიან ცხოვრებებშიც ნახეს, რომ ჩარჩენილები იყვნენ, სუსახში იყვნენ. სოციუმი იძლევა ყველაზე დიდ განვითარებას, უნარებს, რაც ჩვენ გვაქვს, აი რაც უფრო ნიჭიერი ადამიანი, უფრო ბევრი უნარები აქვს, ხო? ესე იგი უფრო სოციალური იყო წინა ცხოვრებებში. სოციალურობა იძლევა განვითარებას. ჩვენ როდესაც ბევრ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა, ძალიან სწრაფად ვითარდებით და დაღმავალი კირჩხიბები, ის დაღმავალი კირჩხიბები, რომელიც მართლა მარტო სახში იჯდნენ და ოჯახიც არ ყავდათ მარტო სახში იჯდნენ, სულ მარტოები. ბევრად დეგრადირებულები არიან და არიციან ძალიან ბევრი რაღაც. თავის სამყაროში არიან ჩაკეტილები, აი ეს მინდა გითხრათ, კრუგაზორ რო ეძახიან ხოლმე, ის აქ ჩაკეტილი და თვითონ კირჩხიბის გამოხატულად ლილიტის სახით თუ არის, ხშირად არის, რომ წარსულ იმებს მისტირიან ენერგეტიკულად, ჩარჩენილები არიან თავის ხედვებში. და სოციალურობა თან დედამიწაზე ძალიან კარგი ის არის უნარები ამისთვის, mesela გარემო რო ეს სოციალურობა გამოვავლინოთ, მაინც ყველა მივხვდი რომ ყველაზე აუცილებელი სოციალურობა არის და აი ძალიან რამდენ რამეზე ვილაპარაკეთ ახლა, ხო? აი ამდენი დეტალი არის გასააზრებელი და გასაანალიზებელი, ესე რა ვთქვათ რა. მარინა, ჰიპნოზთან დაკავშირებით, აი ერთს გეტყვით რა, რომ ქონდა რამოდენიმე ჰიპნოზი, ერთჯერ ისეთ ღრმად შევედი და ისე იქ ვიყავი, სხვა სამყაროში ვიყავი, ამას გრძნობდი და ვხედავდი და აი მთლიანად ისე შესული ვიყავი, ღრმად თვარემორიელი ის დროს წავედი თან მეორე ჰიპნოზი ახლა ესეთი ძლიერი იმპულსები არ მქონია. წერია საერთოდ ჰიპნოთერაპიის მეთოდებზე, რომ ადამიანს გააჩნია რამდენად აქვს მას სურვილი კარმულად რაღაცები გაარკვიოს და რაღაცები გაიგოს და რაღაცები შეცვალოს. და იმის მიხედვით ნახულობენ. ჩემი შეხედულება არის, რომ ორივე ირევა, ფანტაზიაც ხშირად ირევა და ლოგიკაც და რეალობაც თუ საერთოდ ჰიპნოზს ვაღიარებთ. მე მაგალითად ვიგრძენი ესეთი რაღაცა, რომ პირველად რომ ჩავარდი სადღაც ძალიან ღრმა სივრცეში, შავში, რო ვიკითხე ჩემ თავში, რომ ეს რა არის, მეთქი მივხვდი, რომ ეს ჩემი სხეული იყო. სხვა განზომილებაში ვუყურებდი სხეულს და ეს იყო უკიდეგანო სივრცე თითქოს. და ვგრძნობდი, რომ ეს სადღაც ჩემს თავში ვიყავი ჩავარდნილი და სხვა განზომილებიდან ვუყურებდი თითქოს ამ ყველაფერს. და ფსიქოლოგიაშიც არის აი ეგ მომენტი, როდესაც ჩემი აზრით, ჩემი შეგრძნებით ქვეცნობიერში რომ ჩავდივართ, არის ჯერ ზედაპირული ქვეცნობიერი, რომელიც ეხლანდელ პრობლემებს შინაგანი რაც არ ვიცოდი, იმას ატივტივებს და არის კიდე რაც უფრო ღრმა ჩახვალ, უფრო ღრმა პრობლემებს ნახავ. ბიოენერგეტიკაშიც ამბობენ ამას, რომ არის შრეები, რომელ შრეზე ჩადის ადამიანი, ჰიპნოზზეც ამბობენ ბიოენერგეტიკოსები. ამასაც გააჩნია, არის უფრო ახლო ზედაპირი, არის კიდე უფრო ღრმა ქვეცნობიერი და შემდეგ გადიხარ უკვე ძალიან ღრმად რა, ანუ ძალიან ბევრი შრე აქვსო, ლაზარევიც ამბობს, სხვა ბიოენერგეტიკოსებიც ამბობენ ქვეცნობიერს. და ეს შრეები უფრო და უფრო არის დაკავშირებული უკვე უფრო მომავალ სამყაროსთან. აი მე მაგალითად დავინახე ძალიან ჩემი მომავალი სულ სხვა პლანეტაზე და მალე უნდა წავიდე მეთქი აქედან თქო, მაგრამ მალე ძალიან ისეთი აბსტრაქტული თემა იყო, იმიტომ რომ იქ დრო საერთოდ არ იყო. და შემდეგი ჰიპნოზე ხა ისეთი გასვლები აღარ მქონია, იმიტომ რომ აღარ მჭირდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იმ პირველ ჰიპნოზე გავარკვიე. ასე რომ არ ვიცი, აი მართლა არ ვიცი, შეიძლება იყოს სიზმრები, როგორც ქვესიზმრება ისე, შეიძლება იყოს რეალობა. ეხლა თუ ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ჩვენ ქვეცნობიერში არის პრობლემა, სერიოზული, საიდან მოდის ეს პრობლემა? იქ ქვეცნობიერებს ფსიქოლოგიურად ჩაუღრმავდეთ, ხო? ფსიქოლოგებთან ვარ ნამყოფი ნასაუბრები და აი ყველაფერს ტენიან ორსულობის პერიოდს. აი ორსულობაში აიკიდა, რატო აიკიდა იმან და არა ამან თქვა. რატო აიკიდა ახლა რაღაცა ზნე ჩვევა ორსულობაში, იქ დედას რაღაცა მოусმინა, მეორემ არ მოусმინა. ანუ მე მართლა ვნახე ბევრ რაღაცები, მართლა მაგ პერიოდში აკიდებული ფსიქოლოგიური პრობლემები, მაგრამ ფსიქოლოგიური ხედვები
არასწორი. მაგრამ აი რო ჩაუღმავდეთ ლოგიკას, ხო? ანუ ინკარნაციას თუ უარყოფთ, ჰიპნოზს თუ უარყოფთ, ხო? აი მაშინ ახლა ისიც ლოგიკა არის, რომ თუ ჰიპნოზზე ნახა ადამიანმა რომ ესე და ესე დაემართა და რუკაში რომ ხედა, ახლა ჩემი ახლობელი ნათესავი ნახე წინა ცხოვრებაში მისი სახლი, მისი გარემო, იმანაც ნახა, ისიც მივიყვამე ჰიპნოზზე და იგივე ნახა ზუსტად და ერთადერთი დეტალი მე არ მithქვავს მისთვის, რომ ტანზე ეცვა რაღაცა რუსული კრუჟაოებიანი საროჩკა და თვითონაც იგივე ნახა. ოღონდ ეგ არ მithქვავს მისთვის და თვითონ ოღონდ იცი რაღაცა უცნაური ტანსაცმელი მეცვალა, იქაური მე მგონი არ ვიყავიო. დროკაში აქვს დაღმავალი კირჩხიბი, მეცხრე სახლი და ვაფშე უცხოელი იყო. და იქ ცხოვრობდა, სახლიც ჰქონდა და ყველაფერიც. აი ხა, ესეთ რაღაცას რომ ნახულობ დეტალებს რუკაში, აი არ ვიცი რა ვიფიქრო, აბა თქვენ მირჩიეთ, ხო? ანუ არის რაღაცა ისეთი კავშირები, მაგრამ ისიც მინახავს, რომ ზოგი ფანტაზიორობს, ანუ ღრმად არ არის ჩასული და თავისი წარმოსახვეები ვერ არკვევენ. უბრალოდ ვერ არკვევდა ზოგიერთი, რას ნახულობდა საერთოდ. ანუ ესე იყო რა და ამან ალბათ ქვეცნობიერს დრგუნავს, ქვეცნობიერს ცნობიერი ალბათ რა. რაო? თუ შეიძლება მგცენ ჩრდილოეთის კვანძი თავდებში რეტრო, ანუ აღმავალი კვანძი გვაქვს რეტროგრადული, რომელიც ესეთი უნდა იყოს. ჩაოლებრივი კარმული ის არის, კვანძი არის, უნდა განვავითარო და თქვენ ალბათ იმას გულისხმობთ წელში, სამხრეთის წელში რეტრო რას ნიშნავს? ეს არ ვიცი, არ არის სწორად დასმული კითხვა. და აქედან აღმავალი რომელი არის? სამხრეთის წელში. დაღმავალი კვანძი რა გაქვთ? აღმავალი კვანძი რა გაქვთ? რეტროგრადული ჩაოლებრივია, ანუ აღმავალი კვანძი უნდა შეასრულოთ ჩაოლებრივად. დაგუგლეთ თუ რამე არის, ყველაფერი წერია კარმულ კვანძებზე, Google-ში ჩაწერთ კარმული კვანძები. უამრავ სტატიებს ამოაგდებს, რეტროგრადულსაც გაგაცნობთ და ყველაფერს. ჰიპნოზზე რავი, ჩაოლებრივად. ჰიპნოთერაპიის მეშვეობით. არა და ისე მეშინოდა და ისე არ მინდოდა, მაგრამ აი ცნობის მოყარებას რა უთხარი. ხო, აი ესე ამბობენ, სხვადასხვა სამყაროებში შეიძლება დავდიოდეთ, შეიძლება ვერ დავდიოდეთ. ანუ ლაზარევს უწერია ძალიან კარგად ამ სამყაროებზე და ეს ბიოენერგეტიკულად მაქვს გამოვლილიო. ნანახი თუ რაღაცა რა ვიცი. მე ხა ეს ინფორმაციულად ვღებულობ ამას, მაგრამ არაფერს არ მაძლევს ხა ეს ინფორმაციები. ანუ ჩემთვის ეზოთერული სფერო იყოფა, იცით როგორ არიან ადამიანები, რომელიც ეზოთერულ სფეროში ძალიან გარკვეულები არიან, ოღონდ რისთვის არ ვიცი. ანუ მე უფრო პრაქტიკული ტიპაჟი ვარ. იუპიტერი მეორე სახლი მყავს მაინც ერთადერთი კუროს ნასახი მაკრუკაში და იმას ვეპოტინები მთელი მითი არსით. მაინც პრაქტიკულად მინდა ყველაფერი დავიყვანო, არ მეყვარს ისე აბსტრაქტულად რაღაცის ცოდნა. არის უამრავი შტაინერის ინფორმაციები ძალიან საინტერესოა, მაგრამ მაინც აბსტრაქტიკა არის ჩემთვის. უფრო უნდა გამოვიყენოთ პრაქტიკაში, რაც გამოვიყენებთ, მე უფრო იმით ვინტერესდები და ეს წერია 33 სამყაროზე, ძალიან ბევრ განუწერია ლაზარევს, მაგრამ ძალიან დეტალებშიც აღარ შევედი, იმიტომ რომ დიდად ეგ მაინც არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ну ჰიპნოზეც ნახე ვაფშე სხვა სამყაროში ვიყავით, მაგრამ ეს სამყაროც რა იყო, ეგეც არ ვიცი. ამას თავისი მკვლევარები ეყოლება და გამოიძიებენ ალბათ რა. ეხლავე. აი ხო, არანაირი ლოგიკა არ უნდა ჰიპნოზზე საჭიროა რა. აი ეს მართალი არის, რომ ჰიპნოზზე მთავარი არის, რომ აი აუმოდი რამე დავინახო ეგეთები რო ხართ, არაფერი არ გამოგივათ. გათიშეთ გონება და თვითონ წაგიყვანთ ინფორმაცია. ხო, აი მარი, ეგ არის რა. მე მგონი ნენელა გავდივართ ბოლოში. ნინო, რაც შეეხება რუკაში არ ჩანს ეხლა თქვენ რას ასრულებთ. რუკაში ჩანს რა გიწერიათ, საით უნდა იაროთ და თქვენ ამას თვითონ გააკეთებ სამყარო, რომ გაგაკეთებინოთ. აი ერთ ასტროლოგიურ პრაქტიკას შემსას გაგიზიარებთ რა.
ვეუბნები ადამიანს ესე გააკეთე, ხო? ანუ კარამული კვანძი რას გულისხმობს და მიყურებენ, კი, ესმით, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ჩვენ გონებით გავიაზროთ, ისე ვთქვი. ცხოვრება გვაიძულებს ამას. აი, ბევრი რაღაც არის ისეთი, შეიძლება დაღმავალს მიუყვებით, მეც მიუყვები ხოლმე ხარ გელაპარაკებით, აქ იუპიტერიც მაქვს ჩართული, სელენაც მაქვს და აღმავალიც და დაღმავალიც, ხო? ანუ ყველა ვარიანტში ვიყენებთ ჩვენ წარსულ გამოცდილებას, ერთი ცხოვრება ვნახეთ, პლანეტებს და სამყაროს სწავლობდი და კრისტალები მქონდა ჩართული და ანუ რაღაცა მკვლევარი ვიყავი ამ კოსმოსური იმითი, ხო? ოღონდ ყველა ეგრე ვიყავით, მე არ ვიყავი მარტო. მთელი პლანეტა ეგეთი იყო და მეც მაგალოგებრობაში მოვხდი შევთხოვით. ხო და ანუ იქ ლიდერები, სადაც იყავი ლიდერები არ არსებობდნენ და ისე არ მიყვარს ეს ლიდერები. აი არ იცით, არ მჯერა ლიდერების ხოლმე. ხო და აი ვის რა აქვს გამოცდილება, ხა იმას ყველა ვარიანტში აზიარებს, ხო? უზიარებს ხალხს, ხო? და ვის უფრო მეტია გამოცდილება ის რეზერვად გააქვს, წარსული რეზერვი გააქვს. აი დაღმავალი კირჩხიბები რატომ მიყვარს თქო რა? კარგად ავარ მაგათთან. აი სულაც არ მიდახალმე ეს თხისკა შეასრულოთ რა დაღმავალ კირჩხიბებმა იმდენად კაი ტიპები არიან ხოლმე ხშირად სულ რო არ ვარგოდეს ადამიანი. ეს აქვთ რა, აი ემოციურობა, ადამიანურობა, აი ფსიქოლოგიური უნარები გისმენენ, ესე არ გიყურებენ რა, რო არ მადარდებს ეს ადამიანი, როგორც თხის გადაღმავლებს ახასიათებთ ხოლმე. და ადვილი არის მათთან ურთიერთობა, რაც არ უნდა იყოს, ზრუნველები და თბილები არიან, როცა მივდივარ დაღმავალი კირჩხიბის ვინმეს მაინც სახლში, ისე გამიმასპენძლდებიან ხოლმე, რომ მე რომ ზეკირჩხიბს არც დამისიზმრება, ჩემთან რომ მოდიან, მასეთი ტვინში მომივიდეს დაჟე. და ფსიქოლოგიური უნარები აქვთ, ხვდებიან ეგრევე ვის როგორ მოექცნენ, ფრთხილები არიან, ცოტა არ გადაულიან მაინც და მაინც ვიღაცას და პატივს ცემენ. საერთოდ კირჩხიბი ძალიან დიპლომატი არის, რო იცოდეთ, ბრძნობიარი არის და აი თვითონ როგორ ძნობს ბევრ რამეს და ემოციური არის, ასევე უფრთხილდება სხვის ემოციებს ძალიან, იმიტომ რომ იცის შიდა უსაფრთხოების და დაცულობის ფასი, ესე რა ვთქვათ. მეგობრებო, მე მგონი, აუ ძალიან ბევრი რაღაცები, რა ვიცი, დღე და ღამე ვფიქრობ ხოლმე სულ და იმდენი რაღაცები მაქვს თავში, რომ აი არ ვიცი, მე მახსენდება ნეტა ის მეთქვა თქო. მაგრამ ისეც არ მინდა რომ ეხა ის შოულებრივ სემინარებზე 3 საათი და 4 საათი რო გღლიდით, ეგეც არ მინდა რომ გავაკეთოთ. ერთადერთი ის მინდა გითხრათ, რომ აი ასტროლოგიაში, რასაც ვაკვირდები, თქვენ უნდა შეიცნოთ, შეისწავლოთ თქვენი უნარები და დანარჩენი სამყარო მოგხედავს ისედაც, რა ვაკეთებთ, ესე იყოს თვითონ იცის ყველას გფარველობენ მაინც და ყველა არა ვართ განწირულები და გაწირულები და დავიწყებულები ადამიანები და მაინც იზრუნებენ ჩვენზე და რაც არ უნდა ის გქონდეს, თქვა და აი ყველა ძალიან ერთ წუთით ბოდიშით კი, ეს უწერია შტაინერს და გაგვივითარდა აგერ ბატონო. შტაინერს როგორ ქონდა, იცით, რომ აი მე შემხვდა ძალიან ბევრი ადამიანი, ეხლა უკვე სხვა უნარები აქვთ, აბსოლუტურად სხვა უნარები აქვთ. ერთმა გოგომ, მეც იქ ვიყავი, ნახა თავის წინა ცხოვრებები. აი თვალები ქონდა დახუჭული და ყვებოდა რა. და ძალიან ისე დიდი უნარები აქვს სხვათა შორის ამ ადამიანს და ძალიან საინტერესო ცხოვრებები ნახა ზუსტად სხვა პლანეტებზე, სადაც აი ეს ამ უნარებს ფლობდა. აი მართალი რომ გითხრათ, აი ცოტა არასერიოზულად შევხედე ამ ყველაფერს და მაინც სპეციალურად ჩავაწყვე ქალბატონ რუსიკოსთან შეხვედრა ამ ადამიანის და მე თვითონაც ცოტა ის მაინტერესებდა, მისმენს ახლა ის ადამიანი ალბათ. მეც მინდოდა დავწუნებული ყავი, ან მისთვის დამეწყიცებინა, რომ ცოტა უბერავს. ცოტა ილუზიებში, მაგრამ ზუსტად იგივეები ნახა ჩემთან გასაკვირად. და ეს უნარები ეხა უკვე იმატებს რა ამ ახალ ეპოქაში. ბევრ რაღაცები უკვე ჩვენ წვავთ რა ადამიანები, ცოტა სხვანაირად ეხლანდელი თაობები, ვიდრე ადრე წვავდნენ. მე აი სიმართლეს გეტყვით და 40 წლის ზევით თითქმის, 50 ზევით საერთოდ აღარ ველაპარაკები ადამიანებს, არ ესმით რას ვეუბნები. რუკაზე ლილიც რომ მიუთითებ, ვერ ხვდებიან რას ვეუბნები. აი იცით რა ჭირთ ძველ თაობებს, ახლა განცუდად ვამბობ, უნარები იმატებს ჩვენში, მომავალ თაობას კიდე ისეთი უნარები ექნება ჩვენ რო საერთოდ ვერ გავიგებთ ამ უნარებს. აი თუნდაც ის გოგო ახლა ჩემზე პატარა არის, ვიზეც თქვი და მე გამიჭირდა მისი გაგება, ვერ მივხვდი
მაგრამ მე რიცხვებისგანაც გავიგე, რომ აქვთ ესეთი უნარები. ოღონდ არ იყენებენ რა არადარდებთ დიდად და მივხვდი, რომ 1-2 საუკუნეში სერიოზულად შეიცვლება აქ რაღაცეები. ადამიანები ვიცვლებით, ევოლუცია ხდება ხა, არაფერი მისტიკა არ ხდება, წარმოიდგინეთ, ეხლა მზია და ზეზვა, ჩვენი ქართველი ჯიგრები და ეხანდელი ჩვენი ქართველები, ხო? ეხა ძალიან დიდი დრო დაჭირდა ამას, მაგრამ რეალური სხვაობა არის, ხო? რა ვიყავით და რა გავხდით ადამიანები. აი ესეთივე ევოლუცია მიდის კაცობრიობის. ხა სხეული შტაინერს უწერია, რომ უკვე ძალიან მაქსიმალურად არის დახვეწილია, ცოტა კაცებზე მაგას ვერ ვიტყვით. ქალი უფრო შედარებით დახვეწილი არის, მაგრამ აინც და ის უფრო მენტალურად მოხდება ახლა ადამიანების განვითარება ვიდრე ფიზიკურად. ფიზიკური განვითარება დაასრულა ადამიანმა და ახლა უფრო მენტალურად განვითარდებით. აი თქვენ არის ქალბატონო, ძალიან იშვიათი არის, ძალიან იშვიათი რომ რაღაცები გაიგონ. ამას გულისხმობ, ეხლაც თუ არიან 1-2 აი ჰიპნოზის გარეშე რომ ნახულობენ ცხოვრებებს და მე ესე უყურებ, ცოტა ხო არ უბერავენ თქო, ხო? ანუ ეხლაც არიან ესეთი პროგრესული, სხვანაირად მოაზროვნე. თქვენ დროსაც იყვნენ ესეთები, მაგრამ ცოტა საკმაოდ. მე მასიურად ეხლა ყველანაირ ბავშვს, რაც არ უნდა არაინტერესებს ასტროლოგია, თუ ეტყვი თავის შავი თვალზე, კი, ესენი მაქვს, თუ ეტყვი მარსზე, კი, ამას ვიყენებ, ხვდებიან რას ვეუბნები. და ხვდებიან, აი ადრე ძველი თაობა იყო უფრო გარეთა სამყაროზე მიმართული ვიდრე შიდაზე. მე ადრე სემინარზე ვისაუბრე შტაინერის ნაწერებიდან, რომ ლიტერატურა გადაიტანა შიგნით, თქო, ადამიანის შიგნით ხდება ყველაფერი და საერთოდ არ აინტერესებს გარე პერსონაჟები. და არაბრალებს თან გარე პერსონაჟებს არაფერს რაც მათ სულში ხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხანდელი ეპოქა ზუსტად ესეთი არის, რომ აი ვიღაცამ ჯადო გამიკეთა თემა კი არა, მე ეს ისინი დავარღვი ეს პრინციპები და მივეზიდე უარყოფითი ენერგეტიკა. აი ამას იტყვის დღევანდელი თაობა და ძალიან პრინციპულად განსხვავდება თვითონ მენტალურად ნათქვამი. აი ეს იმან ჯადო გამიკეთა შეტენვა სხვებზე, ყველაფრის და მე არაფერ შუაში ვარ, ესე იგი მზაობა არ არის, რომ ჩვენ რაღაცეებში სხვანაირად გავერკვეთ და აი ესეთ სიტყვებს აქვს ძალიან დიდი პრინციპული მნიშვნელობა და ძალიან იშვიათი არის, რომ ვიღაცებს რაღაცები გავაგებინოთ. მომავალ თაობას ასევე გაუჭირდება ჩვენთან დიალოგი, დარწმუნებული ვარ და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ჩემ დიშვილებს ორივეს აქვს კარმული კვანძები ჩემნაირად, მე მამაჩემისნაირად. მამაჩემ თუ ცოტა გვიან მიხვდა 1-50 წლის ასაკში რაღაცებს, მე მივხვდი ახლა 36 წლის ასაკში და ჩემი დიშვილები ხვდებიან უკვე ანუ ეს გოგო მიხვდა 14 წლისამ უკვე იმას, რაც ახლა მე მივხვდი. რაღაც პრინციპებს თავის რუკიდან გამომდინარე, ჩემი ერთი დიშვილი. ანუ და მეორე დიშვილი უკვე ახლა აღმავალი მერწყული ყავს ჩემ პატარას, მე-9 წლის გახდა ახლა და მეუბნება პლანეტები მიყვარსო და წიგნები მინდაო საჩუქრად პლანეტებზეო. და ასაწყობი რაღაცეებიო, ანუ მერწყულის ენერგიებს ამუშავებს უკვე დაიწყო. ან ამაზე მაქვს მე ლაპარაკი, რომ ყოველი წელი თაობებში უკვე აბსოლუტურად სულ სხვა ენერგიის ხალხსხვაძლეს და გაცილებით ადრე იწყებენ სწორგზაზე სიარულს ვიდრე ჩვენ. ჩვენ თუ აი ძალიან ბევრი დაგვარტყა სამყარომ და სხვაში ამოგვადინა ჩვენი დაღმავალი კვანძი, ამათთან გაცილებით მარტივად ხდება ყველაფერი. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ ისმენდით. მადლობა ყურადღებისთვის, თანადგომისთვის, მორალური მხარდაჭერისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური მომენტები და ვაკვირდები რომ აი ამ საქართველოში ყველა ერთმანეთს ჭამს და ერთმანეთის ჩაქოლაზე არის გადასული ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ყოველანი ვიყოთ მაგალითი რაღაც სითბოსის სიყვარულის ერთმანეთში თანადგომის მოსმენის აი ხო გეუბნებით რა ნებისმიერი ვინც დამიდგება და რაღაცას ამიხსნის ძალიან მადლობელი ვიქნები ჩვენ საქმეზე უნდა ვიყოთ ყოველთვის ორიენტირებულები და ჩვენი ცხოვრებაც ჩვენი საქმე არის და არა ერთმანეთის პიროვნულ დაპირისპირებებზე მე მაგალითად მომხრე ვარ ყველანაირად აი ეს ჩვენ ჯგუფშიც უნდაც რა ხდება და ჩვენ ადამიანურ მომენტებში ძალიან მნიშვნელოვანი არის აი მე როგორ გითხრათ საკაცობრიო დონეზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი წვლილი შევიტანოთ სიკეთის გავრცელებაში მოდით ესე ვთქვა ძალიან დიდი მადლობა
ძალიან დიდი პატივისცემით და იმედი რაღაცაში საინტერესო იყო ეს პატარა ჩარტვა ესე რომ თქვა, აბა არ დამადგა საშველი ისე გაურბივარ ბოლოს რომ 4 საათი დამაყუდეთ იქ სემინარზე. ისე მეშინი აი 4 საათის რო ეხა უკვე ისეთ ფორმატში შემოვდივარ რომ მალე დავწყდე. აბა კოცნით ყველას და ძალიან დიდი მადლობა.